Country, Georgia! Let's go, man! მოგესალმებით Fight Hopper-ებო, ნოსტალგიორგი სართანია, BFA-ს BMF-ი, ხვიჩა ქორიძე ბათუმიდან. ჩვენ დავბრუნდით 266-ე ეპიზოდი არის Fight Hop პოდკასტის პირველი დამოუკიდებელი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი YouTube-ზე, Spotify-ზე, Apple Podcast-ზე და ეს არის უფასო სიამოვნება, უბრალოდ უნდა გამოიწეროთ, დაგვიჭიროთ მხარი და იყოთ ჩვენთან. ხვიჩ, როგორ ახარ? როგორ სულ საბრძოლო განწყობაზე. მგონი ერთი კვირაც არ არის გასული, რომ არ გვაქვს ჩაწერილი და მივხვდი როგორ მომენატრა რა, შენთან საუბარი, რა თქმა უნდა, MMA-ზე. და ხვიჩ, დღეს გვაქვს შეიძლება ითქვას, რომ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ქარდი რა, ღონისძიება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ ჩვენები სადაც არიან, ეგ არის ჩვენი ყველაზე მაგარი ღონისძიება. მაგრამ ეს არის საერთაშორისო საბრძოლო კვირა რა, რომელშიც რა თქმა უნდა ბრუნდება ჩვენი სპორტის ყველაზე დიდი ვარსკვლავი, MMA-ის ყველაზე დიდი ვარსკვლავი, კონარ მაკგრეგორი და ხვდება მაქს ჰოლოვეის. ძალიან საინტერესო ბრძოლა არის, რა თქმა უნდა, მაგაზე ვისაუბრებ და ჩავყვებით კიდე მთლიან ქარდს რა, ამდენსაც მოვასწრებთ. და რავი, ალბათ საინტერესო არის, ეს უბრალოდ ნოსტალგიური გრძნობა არის ზოგისთვის, რომ მაკგრეგორი ბრუნდება ხوازე ხარ, მაგრამ ფიქრობ თუ არა, თუ შეუძლია მაკგრეგორს, რომ დღესდღეობით აი ტოპ მებრძოლებთან იყოს წარმატებული რა, ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ მაგათი ბრძოლა თუ არ ვწდები ხვიჩ რა, გონი 13 წლის წინ იყო რა. და ვნახავთ, ანუ რა აქვს მაკგრეგორს დარჩენილი რა. რამდენი მაკგრეგორი დარჩენილი? უნდა ვთქვათ. ხო, რა ძალიან საინტერესო არის და რა არის, ანუ საინტერესო რა არის, რომ გადავხედოთ ამ ბრძოლაში, ის რომ ამათი ბრძოლა იყო 13 წლის წინ და ალბათ დამეთანხმდები, რომ ეგ არაფერ შუაში აღარ იქნება ეგ ბრძოლა რა, რომ შედარება მოგინდეს, რომ 13 წლის წინ ამ მოხდა ალბათ, ხო ხვიჩ. აქ მაგას დიდათ აზრი, რომ პირველ ბრძოლას უყურო და მაქიდან იმსჯელო, თუ რა შეიძლება მოხდეს? არა, თქმა უნდა, იმიტომ რომ მაკგრეგორი სულ სხვა ადამიანათი არის მოქცეული რა, ანატომიურად რო შეხედო. შეიძლება საქციელებშიც კი სულ სხვა ადამიანი პირადულად მაგ დროს არ ვიცნობდი, მაგრამ აბსოლუტურად სხვა ადამიანი. ეხა კარგად იცნობ. ეხა მთელი სოფლიო კარგად. მთელი ინტერნეტი ვიცნობს მაკგრეგორს, მისი ყველა кейსი. ხო და რავი, ძალიან დიდი უაქტიურობის დრო გამოუვიდა მაკგრეგორს რა, დაწყებით მეივედერის შემდეგ, რავი, რამდენი ბრძოლა აქვს ჩატარებული რა, მგონი 5 წელია უკვე რომ არ ყოფილა გალიაში, ბოლოს ვნახეთ პორიესთან, ხო? ფეხი რომ მოიტეხა. ხო, ძალიან მძიმე ტრავმის მე, უბრალოდ რა მომენტია ისედიო, რომ პორიესთან იმდენად ცუდი ტრავმა მიიღო, რომ ნოკაუტით წაიგო კიდე ჯობდა. აბა რა. ტრავმა ზოგადად მენტალურად უდავს ბრძოლის საშუალებას და მაკგრეგორი ზოგადად ისეთი მებრძოლია, რომელიც მოქნილობით იბრძვის, რისკ მოქმედებებით იბრძვის რა. ხო, ეგრე რომ მოიტეხავ ფეხს, მე ძალიან რო წარმოიდგინო, როგორ უნდა წარმოიდგინო, რომ დესმე გექნები იგივე ფორმაში. შეიძლება ვწდები. რომ ხაბიბს რომ მოიტეხა ეგრე ფეხი, ხო, რავი არ შეიცვლებოდა. იგივეს გააკეთებდა, უსაფრთხოდ შევიდოდა ოქტაგონში და მაკგრეგორს ხო ევასება სვიჩ კიკები, რაღაც ფრონტ კიკები, კრეატიული სპინინგ ბექ კიკები, რაღაც კრეატიული სპინინგ ბექ კიკები და ის რაღაცები და ფეხის მოტეხილება იმუშავა თუ არა მის ფსიქიკაზე, ძალიან საინტერესო სანახაობრივია არის მაგირა. იმიტომ რომ ზოგადად მაკგრეგორი რითი ყავს ცნობილი, რომ რაღაცა ისეთ არაორდინარულ კონტრშეტევას ნახავს, რომელსაც წარმატებული მომენტები ექნება რა, ასე. და საინტერესოა მაგი მომენტი, პირველი მომენტი რაც დავინახო მინდა უშუალოდ რა. და ის ფაქტორია კიდე, რომ ეს არის welterweight-ში რა. კონერს აქვს უკვე ეს წონა აქვს მომატებული, დადებული უკვე რამდენი ხანია, ხო? კი, მაგი ფაქტორი
რა ერთგვარ კონსპიროლოგიურ თეორიასთანაც არის შეფარდებული, რომ რატო არის ბრძოლა welterweight-ში. და მე სიმართლე გითხრა, ხო, კონსპიროლოგიურ თეორიებს როგორც იცი, არასოდეს არ უჭერებ ხარს, მაგრამ უშუალოდ ამ შემთხვევაში, ხო, ვფიქრობ, რომ ტყუილი არ არის ეს ბრძოლა 77-ში რა. იმიტომ რომ მაგრეგორს რო კონდეს საშუალება დაიკლოს 70-ში და იკლებდა 70-ში და ანუ იმუშავებდა იმაზე რომ 70-ში გაიკეთებია რაღაც თემა რა მაგალითად როგორც პორიესთან 70-ში დაიკლო იმიტომ რომ 70-ში უნდა და კომპეტიტური ყოფილიყო რა 77-ში ხაბიბის შემდეგ დაბრუნდა სერონესთან უბრალოდ fan favorite match ჩაატარა რომელიც სერონე ისედაც 77-ში კარგი არა აქტიური მებრძოლი იყო რა და მე ორი ბრძოლა ჩაატარა პორიესთან 70-ში რა მაგრამ ხელა ბრეიკ ქონდა აღებული პლუს რაღაცეები ისეთი რაღაც ცვლილებები ქონდა მაგრეგორს მისი ანატომიაში რომ შეიძლება ანუ თან პულში არ იყო ტესტების პლუს უამრავი რაოდენობა აქვს რა ამიტომ შეიძლება მისი ანატომია სხვა დონეზე გადაიტანა გაზარდა რა ძალიან სანახავი იქნება ანუ ძალიან მე რა მომწონს ამ ბრძოლაში რომ ძალიან ბევრი კითხვა არის დასმული რა რომელზეც პასუხი იქნება გასაცემი რა მაგრამ ვიტყოდი ერთ რაღაცას რომ 3 რაუნდიანი ბრძოლა რო ყოფილიყო ხო სავარაუდოდ მაგრეგორი უფრო მეტი ფავორიტად მომეჩნდებოდა ვიდრე 5 რაუნდიაში რა უფრო მეტ შანსს მივცემდი 3 რაუნდიან იმიტომ ხოლოვეცა და იწყებს და ანუ მეოთხე მეხუთე რაუნდში არის სადაც ყველაზე მეტ დივიდენდებს ღებულობს მისას დგომის მებრძოლეების საწინააღმდეგოდ რა მაგრამ რაც ანუ რისი კითხვა მინდა იცი რაც კორნერს ქონდა რა ის ტაიმინგი და ის თვითონ მოძრაობა რა ამდენი წლის მერე თან სხვა წონის კატეგორიაში თან ესეთი ტრანვის მერე ანუ გონია რა რა შანსები არის რომ ნახოთ კლასიკური კორნერი რა მე სიმართლე გითხრა ეჭვი მეპარება რა ანუ ეს ითქვა რა გვაქვს რა კიდე მაგას თავი განები ალკოჰოლი ნარკოტიკული ნივთიერებები რაღაც სამართლოს სკანდალები ეს ყველაფერი ერთმანეთს შეფარდებული რა შენ ძმობას გეფიცები 41 დღე არ დამილევია არაფერი ძმა რა ალკოჰოლზე საუბრობ ხო არა შეფარდა მაგალითად შენ ზორდო შენ გაღებულ მაგალითად გონო მაგრამ სავარაუდოდ შენ ზნაკლები დრო აქვს ვიფხიზლესი არა ხო ხედა მე არა მე ფხიზლად მივდივარ და ну გააჩნია ხო თან როგორ მიიღო ეს ბრძოლა რომ აი რა დონის სერიოზულად აქვს მიღებული რა როგორ იმზადება რა ხო მართლა აი кайფობს თუ არა რა აი ეგ არის ხო დიდი ფაქტორი უეჭველი ხარ ხო კიდე რა არის სინიუანსი რომ ორი ბრძოლა აქვს ჩანიშნული ანუ კიდე ერთი ბრძოლა უნდა ჩაატაროს მაგრამ გამოდის რა ბაჰა კონორი არასოდეს არ ყოფილა ფანების მოღალატე ასე რომ ვთქვა რა ეს ანიშნავს რომ კი იყო დატრაუმული, მაგრამ ცუდ კონდიციაში არასოდეს არ გასულა ბრძოლაზე რა. ცუდ კონდიციაში იყო ფიზიკურად, მაგრამ როგორც ისე ნაშრომი იყო და ისე ცუდ კონდიციაში იყო რამოდენიმე მომენტში რომ დატრაუმული იყო. მაგრამ მაინც ფანების მოღალატე არასოდეს არ იყო ბრძოლის თვალსაზრისით რა. და მე მაგი დღემდეც დარჩება ფანების არ მოღალატეთ. ხო შეიძლება ითქვას რომ ორივე არიან ერთ-ერთი საუკეთესო MMA-ის დგომის მებრძოლები რა. და ანუ აი როგორ ხედავ აი განსხვავებას რაში ხედავ და ვის მიცემდი უფრო რა უპირატესობას რა ანუ დგომში იმიტომ რომ ალბათ ჭიდაობა აქ არ იქნება ხო ხვიჩ თქვა რომ არ იქნება რატო ფიქრობ რომ მაგრეგორი არის და მაგრეგორმა პირველი ბრძოლა ჰოლოვეისთან ჭიდაობით მოიგო ბევრს უნდა გავიქცე ფაქტორი უბრალოდ ხაბიბი ჩაუტარა ჰოლოვეის გააკატავა და იქნა რა ქვია. თან რაც ჩარლზ ოლივერამ გააკეთა ბოლოს, მგონი ძალიან ჭკვიანური აზრი იქნებოდა, რომ გამოგეყენებინა ყველა სკილსეტი არა? ეხლა რომ დავილაპარაკოთ ჩვენ მაგრეგორის აქტივებზე, რომ მაგრეგორმა რო ეს ბრძოლა მოიგოს, ხო? ხო ჩვენ ხო ხვდებით რა კოსმოსში ავარდება მაგრეგორი რა. და ახალი რენესანსი გვექნება MMA-ის მაგრეგორის მოგებით დაბრუნებით რა. ანუ შენ გონია რომ უკეთესია მაგრეგორმა რომ მოიგოს? აბარა, უეჭველი რენესანსი გვექნება MMA-ის მაგრეგორის, სადაც მაგრეგორი 60 დოლარს იმ ხელახმა ორიან შატარებს.
რომ კიდე მთელი მსოფლიო ვილაპარაკებ მაგ ივენტებზე რა, ახლა გეიჯი თოპურის ლეველის ზოლა ხო? არ ჩანდა ჰორიზონტზე სიმართლე გითხრა რა, იმიტომ რომ არ იყო მაგარი სუპერსტარ ფაიტი. არანაირი სუპერსტარ ფაიტი არ გამოდიოდა მასეთი რა. ახლო მომავალში და მაგრეგორმა რო დაბრუნდეს გამარჯვებით, აშკარად აქვს 70-ში საშუალება მაინც გააკეთო გეიჯის საწინააღმდეგოდ, ჩვეულებრივად რიგით გარეშე მისცემენ მაგრეგორზე. 155 არ ამგონია რომ როდესმე მოახერხოს მაგანა. ხო, აი მაგ კითხვებს სვამს. მე რა მინდა იცი დავიდა ხო, რამდენად დეჰიდრირებული დადგება სასწორზე მაგრეგორი რა, რამდენად გამოფიტული დადგება უშუალოდ 77-ს რო ჩააბარებს, რა. დავინახავთ რომ მაგრეგორი გაწურული დადგა 67-ზე, 77-ზე. ხო, ეგ თუ ძალიან გაუჭირდა ხო, მე საერთოდ როგორ მინდა იფიქრო 55-ზე არა? ვერასოდეს ვერ იქნება უკვე ალბათ ლაითვები. მაგრამ თუ დადგა, კარგად გებ როგორც დგება მაგალითად როგორც დადგა იმასთან რა ქვია, სერონესთან რა კონდიციაში დადგა, ხო? მაშინ გასაგებია რომ შეიძლება დიდი ალბათობით ის ხნას რა ქვია რა. და ისიც გონია რომ შეიძლება ეს აი 5 რაუნდი თუ გაგძელდა Max Holloway ძალიან მაგარი გამძლეობა აქვს რა, კარდიო რა და ავი, ძალიან გაუჭირდება ალბათ. რა მომენტი არის რომ მაგრეგორს. პატებულზე, ხო? უშუალოდ მაგ სიტუაციაში Holloway ისედაც არ არის single მძიმე პანჩერი. რო ვთქვათ ასე რა, როგორც ასეთი. ანუ ერთი არა. და მომაღალ ზონაში ხო, ეს არ ყო უფრო ნიველირებულია რა, არ არის აქტუალური სიმძიმე დათმის რა. მაგრეგორს ჩემი აზრით, ხო, ორი მეთოდი აქვს გამარჯვების უშუალოდ ამ ზოლაში რა. რო არის აყრის მილიარდარ ყიან კომბინაციას და TKO-ს ხსნიან. და მეტი არანაირი შემთხვევა და ან decision. всё, მეტი არანაირი შემთხვევა არ აქვს მაგას რო გაიმარჯვოს მომძულაში. და მაგრეგორს ხო ნოკაუტის პანჩერის შანსი ყოველთვის აქვს. გინდა 77-ში აიღე, გინდა 70-ში, გინდა 76-ში, ნებისმიერ წონათა კატეგორიაში. პანჩერის შანსი შესანიშნავი აქვს მაგრეგორს, რა. ამიტომ ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო არის ის, რომ BMF-ის ბრძოლაზე Max Holloway საერთოდ არ ებზადებოდა, მგონი, არც grappling-ზე, არც ჭიდაობაზე და ეხლა მაინც თუ ისწავლა და ემზადება, რომ ყველგან შეიძლება მოხდეს ბრძოლა რა. აი ეს მანი ფაიტია მაგრეგორისთვის აშკარად და აშკარად უეჭველი დარწმუნებული რა დგომში ემზადება უშუალოდ, იმიტომ რომ მაგრეგორი თუ Holloway. Holloway, მაგრეგორთან დგომში შენ არ მოემზადებ, ხო? ეს არის ყველაზე უაზრო უდიდესი შეცდომა. ხო, რაღაცა რა შეიძლება გააკეთო რომ მაგრეგორთან სივრცეები დატოვო დგომში. თუ არ გეჭიდაოს მე რა შევა. ანუ სათანადო მომიმზადო რა. მე უკვე ძალიან დიდ პრობლემებში ხარ რა. მეთანხმები თუ არა, ხო იცი რომ ყველაზე დიდი უპირატესობა ამ ბრძოლაში აქვს მაგრეგორს იმ ხარჯზე რომ ეს ბრძოლა ხდება welterweight-ში. კი, welterweight-ი შუალოდ მაგრეგორის სიტუაცია არის რა. და ხოლო რა გადაწევდა welterweight-ში მაგრეგორის გარდა. აი არანაირი შანსი არ არსებობს მაგის რომ ვინმეს დაეკერა Holloway, რომ წადი welterweight-ში ჩხუბეო. ნებისმიერ რა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ Holloway არის სპორტსმენი, რომელიც წონათა კატეგორიებში არის ძლიერი. და წონათა კატეგორიებში რა. ამიტომ 100%-იანი არის მაგ ჯოშ ხოკიტმა როგორც თქვა ხო იცი ამ წონათა კატეგორიის მებრძოლეები არიანო და ის რა ქვია ძლიერი არ ეგონო თუ რა. მასი არის, მართლა მასი არის, Holloway არის მის წონათა კატეგორიაში და პლუს lightweight-შიც ძალიან მაგარი რა. და სხვა დანარჩენ ზედა წონათა კატეგორიაში უკვე ხარისხი მისი დარტყმის უკვე შედარებით გასულაცუსტება. პლუს ანთროპომეტრია Holloway-ის ხელების დომი ხო? მაგრეგორის სასიკეთოდ თამაშობს რა. იმიტომ რომ ეს არის ტურნირი სადაც არის ბრძოლა უდიდეს ოქტაგონში როგორც სულ ანუ ყველაზე მაქსიმალური რაოდენობა ოქტაგონში და მაგრეგორს და მაგრეგორს აქვს 12-13 სანტიმეტრი წდომი ხელების მეტი Holloway-ზე რა. მაგისაც აქვს ნიუანსი. ხო, არა და სიმაღლით ისა არ არიან განსხვავებული ორივე მაღლები არიან, ხო რა? მაგრეგორი უფრო დაბალი არის. ხო, ანუ სიმაღლით ხო ის უფრო მაღალია, Holloway არის ცნობილი რომ მოკლე ხელები აქვს. T-Rex-ის პონჩი და მას ბალიშის ხელებს უძახდნენ რა, სანამ ერთ ორ ნოკაუტს არ იმას იზამდა. არა, ბალიშის ხელებს ვერ უძახდნენ, Holloway ზოგადად
არყვა ზოგადად არ ტენის, როგორც ასეთი არ ტენის ერთ დარტყმას, რომ აი გული ჩადოს. ყველაზე ხარ მაგ დარტყმაში. ვოლიუმ არის რა, ვოლიუმ. ვოლიუმ მებრძოლი არის რა. ხუიჩ რა, აი ესეთი კითხვა მაქვს რა, ვინ იგებს მოგების შემთხვევაში ვინ უფრო მოგებული არის ან მარცხის შემთხვევაში ვინ უფრო ბევრს აგებს რა ამ ბრძოლაში. მე აი ბევრი ხალხი არის ცოტა უბრალოდ სხვა სიტუაციაში იყურება, მაგრამ მე ესეთი ხედვა მაქვს ამ სიტუაციაზე რა, რომ შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ეს არის კონტენდერის ბრძოლა სამწუხაროდ რა, იმიტომ რომ იგივე აძლევენ გეიჯის, სანამ ოლივერა და არმანი ჩხუბობენ ერთმანეთში, იმიტომ დარწმუნებული ვარ რომ უნდა გააკეთონ ოლივერა და არმანი. მე არ მინდა არმანი დავინახო ტაიტლ შოუზე, სანამ არ გაარიჩხუბებს ერთ ბრძოლას რა. არანაირ შემთხვევაში მე არ მინდა დავინახო როგორც ფანი რა და დარწმუნებული ვარ ჩემი ემოცია ბევრს ემთხვევა. და ბიჭო, ოლივერას დასაბრუნებელი ასე რომ ვთქვათ რა. ბიჭო, ანუ ეს რა პონტი გამოდის, ეს 155-ში არც არის ეს ბრძოლა და welterweight-ში გადაწყდება, ვინ იქნება 155-ის ჩალენჯერი, ეგ ძალიან სისულელე არის. შენ არა, გეთანხმები რომ არის მაგის შანსი რა. ეხა მაგრეგორმა რომ მოიგოს მეტი რა უნდათ, ხო? ძაღს რო ძვალი გადაუგდო, ხო გაეკიდება იგივე პონტია. ოლოვე იგებს და რამხელა ისტორიას უწერენ retirement fight-ში უშუალოდ გეიჯის წარმოედგინე. ყველაზე ხარა ეს არის retirement fight-ი იქნება გეიჯის და win-win პოზიცია. ან მაქს ჰოლოვეი, ან კონორ მაგრეგორი, მეტი რა გინდა? всё, ეს დასრულებული კარიერა არის, წერტილი დასმული არის რა. ესა მე მგონი ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა, რომელიც შეიძლება ანუ სანახაობრივად იყო რა. მაგრამ მე დაუბრუნდები იმ ფაქტს, რომ ჯერ ერთი ბრძოლა ვნახოთ კონერის. სანამ ორს ნახავთ და ნახოთ სკეილზე როგორ გამოვა აწონვაზე და 155-ში თუ მაგან ჩააბარა რა ვიცი. რომ უშუალოდ ხო, მე დარწმუნებული ვარ რომ UFC-ა ორიენტირებული არის ამ ბრძოლაზე, იმიტომ რომ Holloway-ს ყავს კეიჯი განალახი. Fight-ov-ზე მოწყალო ნოკაუტი აქვს გაკეთებული და ან გეიჯის გამოვიდეს კიდე underdog-ად ამ ისტორიაში და კიდე რაღაცა გააგოროს ხო დამთავრდა, ანუ ყველა რეიტინგები დაინგრა. ხოზე ხარ რა? რაზეც აქვს ორიენტაცია გაკეთებული რა. და Holloway და მაგრეგორი თუ იგებს ხო UFC Dana White-ი ხვალ კიდე ერთი თვინავს ყიდულობს და და ყველაფერს აკეთებს მოკლედ რო ვთქვათ რა. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ რომ ორიენტაცია მაგ არის აღებული რა. ორიენტირი მაგ არის აღებული. მაგიტო არ ეხებიან არმანს და ოლივერას ისტორიას ზოგადად როგორც ასეთი რა. თუმცა მე იმაშია რომ ოლივერას უფრო ეკუთვნის ვიდრე არმანს ტაიტლ შოტი ამ მომენტში. იმიტომ რომ არმანი პასიურია და არ ჩხუბობს, ოლივერამ იჩხუბა და იჩხუბა კიდე სანამ ვიგრაკ რა სანამ არმანი რაღაცას უყურებდა ოლივერამ ძალიან აქტიური არის რა. ამიტომ რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო არის რა. შემდეგი title elimination fight იქნება აუცილებლად ოლივერა არმანის ბრძოლა. ანუ შემდეგი კონტენდერი ამათ შემდეგ რა, იმიტომ რომ ეს არის fan favorite fight-ი, რომელიც Justin Gage-ი ღირსეულად მოიპოვა. აი მართლა მინდა ვთქვა, რომ ღირსეულად Justin Gage-ი მოიპოვა იმის საშუალება, რომ ერთი ბრძოლა ჩაატაროს ფანებისთვის ისეთი, რომ ანუ retirement-ზე წავიდეს რა, მაგის თქვა Justin-მა, რომ ერთი ბრძოლა მაქვს რა. მოიპოვა მაგის მომენტი სავარაუდოდ რა და მე არ ჯერავს რომ ილია თოფურიასთან მეორეჯერ მაგი ოქტაგონში შევა, მაგი ისტორია გარაწურული არის და რავი რა, ახლა კონცენტრაცია 100%-ით აქვს, ხოლო მაგრეგორს დარწმუნებული ვარ, რომ რაც არ უნდა იყოს. ერთსა თუ იბრძოლებო ეგ თუ თქვა გეიჩი მე გარ გამიგონია მე რა ხუიჩ რა. მე ვიცი რომ პირიქით თქვა რომ მე არსად არ მიდევ რჩებიო რა. ერთიო არ გამიგე, შეიძლება ვწდები. ორერა საუბარი ქონდა მაგას, რომელიც ბევრი ბრძოლა არ მაქვს დარჩენილიო. ნუ ეგ ხო ბაზარი. სავარაუდოთო მაქსიმუმ ორი ბრძოლა ჩავატარო, იმიტომ რომ 2027-ში ვაპირებ კარიერის დასრულებას. 2027-ში არ მინდა გადავიდე. ნახე? ეხლა გავიხსენე გეიჯის საუბარი, ჯოროგანთანაც იყო ეს საუბარი, გაიხსენეო რომ მე ნახევარ წელიწადში ორი ბრძოლა ჩამეტარებია, მასთან არ ყოფილა არასოდესო. მე ეხლა ჩავატარეო აი, ბიმბლთან და თოფურიასთან ჩავატარე ზედიზედ ბრძოლებიო, იმიტომ რომ იმდენად მომგებიანი შემოთავაზებები იყოს რა. მაგრამ მე არასოდეს არ ვიბრძვი მასეო რა, იმიტომ რომ ჩემი ბრძოლას უაზრო დიდი ჯანმრთელობა მეაქვს და დიდი ჯანმრთელობის რეკავერი მჭირდებაო რა, დაბრუნება მჭირდებაო ზოგადად რა. ყველა ბრძოლიდან გამომდინარე. ამიტომ ჩემთვის გასაგებია რომ სავარაუდოდ აი საზღვარი არის ორი ბრძოლა რა. ამაზე ორ ბრძოლაზე მეც
შანსი არა ვერ ჩაატარებს მაგ რა. ამიტომ გასაგებია რა, რაც ყველაფერი რაც მოხდება მან რა. რა თქმა უნდა, Holloway-ზე უფრო ნაკლებ სონსდობდნენ, სავარაუდოდ UFC შეიძლება რომ მოიგოს, რომ მართლა არ მიცენ, მაგრამ McGregor-მა რომ მოიგოს, ხო, მილიარდი პროცენტი მიცემენ ტაიტლშიც. ეს არის 100%-იანი ისტორია რა. როცა მებრძოლი ორი წაგების სერიაზე და ამხელა პაუზის შემდეგ, ხო? და ამხელა სასამართლო პრობლემების შემდეგ, ხო, რაც McGregor-ს არ ხატავს, და რაც ჩემს მართლა ჩემსგან ნეგატივს იწვევს, ხო? ხდება კიდევ უდიდი ერთ-ერთი international fight week-ის main event-ად არის დასახელებული, ხო? ანუ დიდი ფსონი არის დადობილი. ორივე ჩასვეს, ეს იმას ნიშნავს, რომ უდიდესი გეგმები არის მაგაზე, იმიტომ რომ ეს არის ის დივიდენდები, რომელიც მაგათმა განახორციელեն და ეს რაღაცაში უნდა გადაიზარდოს მე. ყველა გაკეთებას აზრი არ აქვს, როგორც ასეც რა. ერთი ბრძოლა გეგმა მუშაობს რა. ეგ ამუშავებს, რომ მაგიდან კიდე რაღაც ნაბიჯები გააკეთონ მაგ მომენტიდან. მოდი სანამ გადავალთ co-main event-ზე MMA-ის გულშემატკივრებს და fight hopper-ებს მივცეთ ჩვენი წინასწარმეტყველობა. და მე ვიტყვი რომ ეს ბრძოლა მაინც გონია რომ 5 რაუნდი წავა და Max Holloway გაიმარჯვებს საჯების გადაწყვეტილებით. თუ არ დააფინიშა კონორი. ანუ ორა მე სიმართლე გითხრა მე არ მიყვარს ზოგადად პროგნოზების გასცემა, მაგრამ ამ შემთხვევაში რატომღაც ინტუიცია მაძლევს, რომ McGregor-მა რაღაცნაირად უნდა მოიგოს ეს ბრძოლა და სავარაუდოდ ბევრი რამე გააკეთეს იმისთვის, რომ McGregor-მა მოიგოს ეს ბრძოლა უშუალოდ რა. ანუ შენ you going McGregor, მაგრამ არ იძახი მეთოდს. არა უშავს. ანუ ძალიან ბევრი კითხვები არის მან. ხოზე ხარა რაც ანუ უაზროდ ყველა კითხვა არსებობს, ყველა კითხვა არის, რაც არის ვაფშე, რაც შეიძლება წარმოიდგინო რა. ამიტომ მე მგონია რომ ან Holloway KO-თი გაიმარჯვებს და ან გადაწყვეტილებით რა, მაგრამ ნახავ თქვი გადაწყვეტილება, ეგეთი გზნობა მქონდა და მიყვები რა. გადავიდეთ co-main event-ზე რა. Paddy Pimblett, Benoit Saint-Denis. საფრანგეთი ინგლისი, მაგათ ომები უყართ ერთმანეთში, ძალიან კაი ისტორია აქვს, ხო იცი. ეს როგორ დაიწყო, ხო იცი? ხუჩი. აი ეს ორი თითი. ხალხო, არავის არ ვაგინებთ, უბრალოდ ისტორიას ვიხსენებთ რა. ანუ ესენ თითებს აჭრიდნენო, გონი ინგლისელებსო, ფრანგებიო რა, მაშინ ის რობინ ჰუდის ყველაზე ხარ შულდოსნები იყვნენ და აი ამ ორთიც აჭრიდნენ რა, რომ ვერასდროს ვერ ესროლათ რა. და ინგლისელებმა მე ფრანგებს რომ დაინახავდნენ ხოლმე, ამ ორთით საჩვენებდნენ ხოლმე რა. აი შეხედე ჩვენ ეს ორი თითი გვაქო რა, რომელიც ნიშნავს ყველა მიცის რას. ხო და ჩვენ კულტურაში სხვანაირად არის, ხო იცი, ზოგი ესე აკეთებს, ანუ ნიშნავს peace ან რაღაცა, ზოგი ესე აკეთებს იგივეს გულისხმობს, მაგრამ ეს ინგლისში არის სხვა პორტი, ხო გესმის? ინგლისში ეს არის FU რა და შენი აზრით, რავი, როგორ ხედავ ამ ბრძოლას რა და აი ეგეთი ბრძოლა რო ქონდა ბოლო რა, Paddy Pimblett Justin Gaethje-სთან. გონია თუ არა, კარგი იყო მისთვის ეს რაღაცნაირად და გაზდის შანსი მერე იმის მერე კამპში მომზადებისთვის ექნება დიდი გაზდის შანსი Paddy-ს რა. მე ვფიქრობ, რომ Paddy-ს expose ხდება დღეს, Paddy მიიყვანენ სანამდეც შეეძლოთ მიიყვანა, კი, რა თქმა უნდა, ყველა ბრძოლები მოიგო, მაგრამ მისი ბრძოლები მოიგო, მაგრამ ვისთან მოიგო მაგ ბრძოლები, ხოაზე ხარ რა, რეალურად ხო, რეალური ტოპები არავინ არ იყო. ყველა არც ტოპს არ შეხვედრია. პირველივე ტოპს როგორ შეხვდა, ხო, საერთოდ ultimate price-ი გადაიხადა რა. მეორე მხარეს ყავს Benoit Saint-Denis, რომელიც არის უკვე თუ მოიკანოსთან და პორიესთან გამოიყურებოდა კიდე როუ ხოაზე ხარ არ იყო მზად რა, ხოაზე ხარ რა, ასე რომ ვთქვა, მაგდონის ოპოზიციაზე და თავის შეასხდა. დღეს Benoit Saint-Denis გამოიყურება როგორც ძალიან მაგარი ჩახლართული მებრძოლე რა და Mauricio Ruffi's გამარჯვება უფრო ყველაზე მაგრამ მე ყველას მაგაზე Dan Hooker-ს და Darius არ ვღებულობ გათვალისწინებაში რა, მაგრამ Mauricio Ruffi დაფეს დაშალა მაგან, ხო? მაგიამოს ბევრს Benoit Saint-Denis-ზე რა, ვინ არის Benoit Saint-Denis და რა არის რა?
ბენოა სანდენი ამ ბრძოლაში ჩემი აბსოლუტური ფავორიტი არის რა. წარმოუდგენელი 60-40 არიან გადახრეშით, მაგრამ ბენოა სანდენი სავარაუდოდ 120% უგებს -20%-ით იმას რა ქვია პედი პიმბლეტს რა. იმიტომ რომ ექსპოზი ხდება ბენოა სანდენის აპიარებენ იმით რომ პედი პიმბლეტს შეჭამს, ასე რომ ვთქვათ. პედი პიმბლეტი რანკინგებში ძალიან დაბლა ჩავარდა. უშუალოდ ეს არის top 5-ის პასი, ასე რომ ვთქვათ, შემდეგი რა, ვინც რჩება top 5-ში. ვინც რჩება top ის არის. რა, ვინც იგებს ის რჩება top 5-ში. ვინც აგებს ვარდება top 5-დან რა ბოლომდე. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება. ბენოა სანდენის გამო კიდევ ერთხელ რა. და ბენოა სანდენი აჩვენებს ნამდვილ ექსპოზ გაუკეთებს პედი პიმბლეტს რა. ყველა გაიგებს ვინ არის და რა დონის მებრძოლი არის რა. ბიჭო, ორივეს ყველაზე დიდი პლუსი ორივესი რა არის შენი აზრით? ორივე მოჭიდავეები არიან, უყურე ორივე გრეპლერები არიან. ბაზარი არა, გასაგებია მაგ. მაგრამ ბენოა სანდენის აქვს ის, რაც პედი პიმბლეტს არ აქვს. ხტი? პედი პიმბლეტს აქვს ეს weird მე ვიცი შენ რას გულისხმობ, შენ გულისხმობ ფრანგული აქცენტი? ბენოა სანდენი არის ნამდვილი მებრძოლი. ძალიან მნიშვნელოვანი. ფრანგული აქცენტი. ნამდვილი ჯარისკაცი არის, ნამდვილი ფრანგული ლეგიონის მებრძოლი არის, ამიტომ აბსოლუტური ბენოა სანდენის ისტორია არის ეგ რა. ბენოა სანდენის დღე, ღამე, ყველაფერი არის მაგ ბენოა სანდენის. იმარა ზატო სკაუსერი არ არის ძმაო და სკაუსერებზე ხო იცი ძმაო, ეგენი არ ფინიშ. They don't get knocked out, bro. მაგრამ რა ვიჟობია გაითიშოს კუპის ჩაგდეს ბენოა უეჭველი და რა ძალიან დიმო. აი ვის ვიცებდი უპირატესობას თუ გძირს წავიდა ეს ბრძოლა რა, ანუ სკრამბლინგი, ჭიდაობა, გრაპლინგი რა. ოღონდ რა მომენტი არის რომ ბენოას თან რო საჩხუბო ეს არასოდეს არა სუფთა მოქმედებები, ხტი? ბენოას პადისაც არა აქვს სუფთა მოქმედებების ხათაშორის. არის მასივი პრო, არ გეგრეპლებრავება. ბენოა არის დარტყმა, ვალიუმი, ტემპი, ხო აზეხა რა? კი, გეიჯის ტემპს კარგად გულწო პიმბლეტმა, მაგრამ ბენოა ხო სხვა რაღაცას თავაზობს მაგ სიტუაციაში რა. საინტერესოა, მაგრამ ამი ჩემზა ხო ფავორიტი ბენოა არის იმიდან გამომდინარე, რომ ბენოა მის თამაშს არ ათამაშებს პედის. პედის თამაში არის, თუმცა პედის აძლევენ მოქმედების სივრცეს. და პედი ჩვენ გვინახია როგორც თუდად გამოიყურება რაღაც კონკურენტული ბრძოლებში ერთი ჩუბი რო აჩუქენ, მეორე ჩუბი კეიჯისთან, ორი კონკურენტული ბრძოლა იყო და ორივეში თუდად გამოიყურებოდა. ხტი? და მაგი არის გასავალა. ან პედი როგორ მოიგო? ან ძალიან ფავორიტი იყო. ხტი? ყველა ყველა ბრძოლაში ორისგან ძალიან ფავორიტი იყო რა. ჩემთან ჯასტინ გეიჯისთან რო წერენ ფავორიტი იყო პედი პიმბლეტი, ხო? დღემდე არ მინდა მაგი გავიგონო. რო ანუ ეს იყო უაზრობა უბრალოდ რავი რაღაცა შექმნილი ვიღაცა მინდა რა ქვია სასაური კაზუალი დილეტანტებისგან შექმნილი რომ პადი არა ბიჭო ერთი კაცი კი არ იძახის ვინ არის ფავორიტი ხო იცი ხუჭი ვიცი ანუ მე იმას გულისხმობ რომ ზოგადად მასა პადი პიმბლეტი ჯასტინ გეჯისთან რა ხო გახსოვს ჩემი რეაქცია რა როგორ შეიძლება ვიქნი ფავორიტად დანიშნულ მეთქი და ანუ ექსპოზი გააკეთა ბრძოლამ ზოგადად რა ვიდეო და არის პედი და ბენოა სანდენი უშუალოდ მაგ პედის ჰაიპს წერტილს დაუსვამს ცხოვრების ბოლომდე სავარაუდოდ. ბიჭო, აი შენი პრედიქშენი გამოვიდა რომ გააკეთე და აი რა მე პირიქით მგონია რა, ხუჭ რა და უფრო საინტერესო არის ახლა, იმიტომ რომ ძალით კი არ ვიძახი ამას. მე მართლა პირიქით რაღაც გული მიგზნობს რომ პედი შეუქმნის პრობლემებს რა. თან დისტანციაში და დგომში უცებ რა და იმ დენისი ბენოა სენდენი რო შევა სკრამბლინგში ძალიან ძლიერი არის პადი და დაჟე შეიძლება გრაპლინგის უპირატესობაც მივცე დაჟე არ ვიცი ზუსტად რა მგონია რომ საკმაოდ სანახაობრივი ბრძოლა იქნება და ფინიში მგონია ამ ბრძოლაში რა უბრალოდ ერთი რაღაც არ მახსოვს რა ეს არის 3 რაუნდიანი თუ 5 რაუნდიანი 3 რაუნდიანი ბრძოლაა და მაგიტო კაკრას ბენოა სანდენი უფრო ფავორიტად მიმაშია ამ ბრძოლა თუ 3 რაუნდიანი ფინიში ნაკლებად მგონია კი მე სანდენის ვირჩევ უბრალოდ ძიმი გადაწყვეტილებით იმიდან გამომდინარე რომ ბიჭო მე ხა ნამდვილად არ მინდა იცის ყველამ რომ ხა ფადის ფანი არა ვარ მე და ბევრი ქართველიც ალბათ რავი შეიძლება ვწდები მაგრამ
მე მგონია რომ მაინც ფადი არ ფავორიტი. ისე სხვათა შორის არც ჩამიხედია რა ბრძოლის კუშებზე. მოდი აბა ერთ წუთი ჩავხედოთ. აჰა, აი ხა ამოვწი, პირველად ამოვქაჩე, ახლა ვნახე რა. შენი აზრით ვინ არის ფავორიტი? უცნელი სათქმელი, იმიტომ რომ მე ზოგადად მასე ო, არ უყურებ. რა, მაგრამ ო, ჩემი პედი არის, პედი კი არის რა, ბენო არის მართალი ფავორიტი. ხარ, ოღონდ აი ოდნავ არის რა, ცოტათი ფავორიტი ბენვა გამოდის. მე მინუს გეუბნები რომ ოდნავსაც არ მივაწოდებდი მაგას, მე აი მ, შვიდ ფასი ბენოას მაგ ბრძოლაში რა. თუ ჰოლოვეის და მაგრეგორს მილიარდი კითხვა აქვს ბრძოლას, ხო? აი ეს ბრძოლა ისაა, რომელსაც არცეთი კითხვა არ აქვს ჩემი თვალსაზრისით. მ. არცეთი კითხვა არ გააჩნია. მოკლედ, ხვიჩექსი იძახის, რომ ეს ბენვასთვის იქნება საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება, ხო? და მე ვიძახი, რომ ინგლისში ბევრი ფაბი სავსე იქნება სავალო efficient chips და ლუდები და რამე, ხო? და აქ რა არის საინტერესო, აბა? მე მაგრამ просто უბრალოდ ვინ ტოპ 5-ში დარჩება, ეგ არის, მეტი არაფერი არ არის. და ხო. ტოპ 5-ში ხდება და ანუ title runs ვინ აგზელებს. ჰმ. title run-ზე რა, ხო. ვინც აგებს გადადის. ანუ შორს, არა, მაინც და მაინც ვერ იტყვი, რომ შორს არიან ეს ორი გამარჯვების, თუ ხო, გამარჯვება რა თქმა უნდა, ეს მოყავს. შემთხვევაში ორ ბრძოლაში არიან. ამის მოგებული ორ ბრძოლაში არის title shot. მოდი უცებ შევახსენოთ ხალხს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი, არანაირი სპონსორი არ ყავს. უბრალოდ თქვენ რითიც შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ, არის რომ გამოიწეროთ ეს არხი და ლაიქოთ, რომ მე ალგორითმა უფრო ცნობილი გავხადოს და სხვებსაც მიუწოდოს ჩვენი ვიდეო რეკომენდაციები რა, რომ გავიზარდოთ. რა თქმა უნდა, თუ ქსიამოვნებთ რა, Fight Hop კონტენტი. ხვიჩ, კიდე რა მაგარი ბრძოლები არიან რა? უამრავი ძალიან კარგი ზოგადად ძალიან კარგი კარდი არის. კორი სენჰეგენი, მარიო ბატისტა, ამათი მეორე ბრძოლა არის, ხო, თუ არ ვცდები. როგორც მახსოვს, კორი სენჰეგენმა დააფინიშა თუ მოუგო ბატისტას. დებიუტი გაუფუჭება ბატისტას კორი სენჰეგენმა. აუ, აზე ხარ კორი სენჰეგენმა მოუგო ამ ბარით პირველ ბრძოლაში? კორი სენჰეგენმა საბიშელების არსებობა საკმაოდ დიდი აქვს, უბრალოდ ისეთ situationში თვითონ არა ინიციატორი და ზოგადად ახლა ისეთი მომენტია და თუ ვინმე ეჭიდავება, ისეთი ძლიერი ეჭიდავება, რომ მის ჭიდაობას ვერაფერს ვერ პასუხობს. საბიშელებით ვერ პასუხობს მის ჭიდაობას რა. კორი სენჰეგენის სტილი მახსენებს ახალგაზრდა კარლოს კონდიტის სტილს რა, მასეთი ტიპი იყო იგიც რა, დგომში დარტყმები რაღაცა ისეთი ბრუნში დარტყმები და რაღაცა ის კრეატიული მოქმედებები და პლუს ბათემ გრეპლინგი რა. და მაგას მახსენებს საკმაოდ კორი სენჰეგენი, ძალიან საინტერესო მიდგომა. ან მაგარი ბრძოლა არის bantamweight-ში. საინტერესო არის რა ისი, ვინ რჩება, მაგიც ისეთი ბრძოლაა, რომელსაც აი, მაგრამ მევასება შინაარსიანი ბრძოლები რა. კონტენდერად, ხო? კონტენდერად ვინ რჩება? კონტრანში ვინ იქნება და ვინ არ იქნება. უბრალოდ ახლა კორის სანხაგის რო შეხედოთ, ხო? სიმართლეს რო შეხედოთ, ხო? მარტო აქვს წაგებული ბოროს მერაბთან და უმართან აქვს წაგებული რა. დანარჩენი პეტრიანთან წაგო 2021-ში აბუ-დაბიში იქ სადღაც ყველაზე ძალიან დიდი ხანი გამომდინარე რა. ალჯოსთან. სონგიადონგი ალჯოსთან ძალიან ადრე წააგო. ალჯოსთან აი ადრე იყო რომ ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმას. კი 2020-ში იყო, მაგრამ იმდენი წყალი გავიდა მაგის მერე რომ ეს არა ისტორია უშუალოდ ხო? მნიშვნელოვანი მებრძოლეებიდან ბენთოვეითთან მარტო ორთან აქვს, უმართან და მერაბთან წაგებული რა. აურისიო ბატისტას უმართან აქვს წაგებული recent ისტორიაში ასე რომ ვთქვათ რომ 2021-ში კი წააგო, მაგრამ 2021-ში წააგო, 2021-ში იყო მაგის მერე იმ ხელა გამარჯვების სერია მოიპოვა, რომ ანუ ჯოზე ალდო და ბევრი სახელები იყო მაგაში. მაგიდან გამომდინარე კიდე ვინ რჩება title run-ში, ხო? მაგნაირ შინაარსიანი ბრძოლა არის რა. ძალიან საინტერესო სანახავი ბრძოლა არის რა. თავარი კითხვა ჩვენ გვაქვს, უეჭველი დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლაში ის რომ საკმარისი შიმშილი გააჩნია კორის სანჰაგენს თუ არა? თუ გააჩნია კორი, კი, 1 წელი არის სხვაობა მაგ ორ ბრძოლაში. სანჰაგენი 34-ისა და ბაუტისტა 33-ის არის რა, მაგრამ შილი თუ გააჩნია კორის სანჰაგენს, იმიტომ რომ კორის სანჰაგენი უმაღლეს ლეველზე უკვე იმყოფება, აი, ტაიტლთან ახლოს. უკვე რეალურად 6 წელი არის, აი, სულ მაგ ნარატივში რა, უმძიმეს ბრძოლებში. თუ გააჩნია დღემდე მაგის შიმშილი და мотиваცია რომ ანუ იქნა საქმე რა. ბიჭო, აი მართლა მშიერი მგონია მე კორი სანჰეგენი და უფრო მშიერი, რაც უფრო ახლოს მივიდა. ყველაზე ხარ, სადაც არ გაუმართლა.
აი ბოლოს მერაბთან ბრძოლაშიც, ხო, ეგ იყო მისი ყველაზე რეალური და დიდი შანსი, რომ ბოლოს მივიდა ტიტულზე გავიდა, ხო? მაგრამ პირველ რაუნდში მე კორი მომეწონა მერაბთან სიმართლე გითხრა რა, იშვიათია რომ პირველ რაუნდი მერაბთან ვინმე კარგად ჩაატაროს, მაგრამ მე კორი მომეწონა პირველ რაუნდში მერაბთან და საინტერესო არის რა, ჩემს მაგის შემოთავარი. თუ კორის ახეგენი შეერი არის, დარწმუნებული ვარ რომ ბაურისი კორისას გადაულის და მოუგებს რა. ბიჭო, კორის მაგრამ სანჰეგენი მე მაგრამ მევასება სტილისტურათაც და თვითონ როგორი მასტიც არის რა, ანუ ბრძოლაშიც და თვითონ როგორიც მასტი არის, ძალიან ჯიგარი, აი მასტი ჩანს რა. და სხვანაირი იუმორი აქვს რა და აი ძალიან სწავლა უყვარს რა, ყველაფრის გაშიფრვა უყვარს, აი თავიდან ბოლომდე ბრეიქდაუნების გაკეთება და სწავლა და რავი თulis თავს რო არის ტვინიკოსი, ჯერ ყველაზე დიდი ტვინიკოსი რა და მასე ვარჯიშობს რა, ანუ ჯერ აზრი უნდა კონდეს, ანუ რისი გაკეთება და მერე ვარჯიშობს, რომ ყველა სტილები შეაზავოს რა და აი გახდეს რო იყოს ყველაზე მაგარი მებრძოლი რა. და მაგისის გახსოვს მერაბთან ბრძოლაში ისენი სკიტების გაკეთება რო დაიწყეს მერაბისთან ის რო გააკეთა ერთი სკიტი იყო, აი ჩემი საყვარელი სკიტი არის ერთ-ერთი რა. სხვისი რა. ბიჭო, მგონი მოყოლილი გვაქვს რა, მაგრამ მაინც გავიხსენოთ, ცოტა წავიხალისოთ რა და სანჰეგენი ემზადება მერაბისთვის და ეძებს სპარინგ პარტნიორებს რა და აქ ინტერვიუები ახლა სხვადასხვა სპარინგ პარტნიორებთან შემოდიან რა, იქ გალიასთან მაგიდა არის ზის თუ რაღაცა და ჯერ ერთი შემოაჯერე მეორე და ეს აძლევს კითხვებს რა, ანუ უნდა რომ მერაბისავით ვიღაცა იშოვოს რა და როგორ კითხვებს ეკითხებოდა ხო გახსოვს, ანუ ხარ გიჟი შენ ვიტყოდი კი, ანუ ხო შეიძლება მაშინ ხო ყვირილი გიყვარს შუა ბრძოლაში კი, ხო რაღაც კოცნა იცი, ნუ ესეთი რაღაცები იყო რა, ძალიან მაგარი იუმორი ზომა. აქ რა, ეხა ზუსტად ეგრე შეიძლება არ ყოფილიყო, მაგრამ დაახლოებით ეგეთი იყო რა. და რავი, კორის სანჰეგენის ფანი ვარ მე რა. აი ამ ორიდან იმიტომ რომ მაგარი არის ბენთომვეიჩი, სიმართლე ვთქვა. რა თქვი? ბენთომვეიტი ცოცხალი არის დღეს, ხო? იმიტომ რომ მერაბი არის ბენთომვეიჩი რა და ზოგადად ანუ კონტენტი, სიმხაურული რა საინტერესო მაგიდან გამომდინარე ხდება რა, თორე ხა პიოტერ იანი და აი ომალის გარდა ხო საინტერესო პიროვნება საჩემპიონო ამბიციებში არც ინხილებოდა მანამდე ასე რომ ვთქვა ხა რა. ომალის გარდა ოიძახი, მაგრამ ომალის საერთოდ არა აქვს personality, bro. მასტი არის მინა ჩუმი და ზის და არა აქვს personality რა. იმიტომ ჭირდება მაგას თმების შეღებვა და ესეთი რაღაცეების გაკეთება. იმიტომ არ არის მაგარი თოკერი, ვაფშე არ არის. ჩემი აზრით. არც უმარნურმა გამედოვე არის სხვაზე ხარ და იგიც კორის სანჰეგენმაც რაც გააკეთა ხო იმიდან გამომდინარე გააკეთა რომ მერაბდვალიშვილს მიბაძოს სხვაზე ხარ რა თორე ეს მისი კრეატიულობა კი არა ეს მერაბდვალიშვილის მოქმედება აი ხო ეს სკიტები და რაღაცა ხო და მაგარი იყო კომპლიმენტი იყო რა მერაბდვალიშვილის ოპერაცია არის ზოგადად რაც კორის სანჰეგენმა გააკეთა იმას გულისხმობ რომ მერაბდვალიშვილი რო არა ერთ-ერთი შეიძლება ყველაზე მოსაწყენი წონთა კატეგორია ყოფილიყო რა ანუ ბრძოლის თვალსაზრისით ძალიან მაგრები არიან, მაგრამ პერსონალიტეტი ნულოვანი ექნებოდათ რა. განსაკუთრებით არავის არ გვინდა და ვინახოთ უმარი იმ დონეს არ გვაინტერესებს, რომ არც ვიცით როდის და რა ბრძოლა აქვს, თუმცა ვიცით რა ბრძოლა აქვს. აი რაღაცა გაგვახსენე. არა უკვე გამოაცხადეს. ნუ არ მაგამდეც, მაგრამ გასაგებია მაგ უმარის ბრძოლაც რა. დავილაპარაკებთ კიდე ჩვენ მაგ ბატონზეც. ხო და მოკლედ ეგ ძალიან საინტერესო რაღაცა ახსენე რა, მაგარი ბრძოლა დაინიშნა ძალიან. სონგია დონგი იყო ჩასული საქართველოში. ემზადებოდა ჭიდაობაში, მაგაზე ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი სიახლე და მაგარი სიახლე არის რომან დოლიძეს ასვლა ისევ დაბრუნება light heavyweight-ში, სადაც შეხვდება The Raiders რა, რომელიც ადის. ანუ light heavyweight-ში ორივე ადიან და მოდი ეგ იქნება ცალკე საუბარი, ეგ მალე დაიდება ძალიან და შეგიძლიათ უყუროთ Fight Hop podcast-ზე. ვატყურეთ ვიზი გამოგებაც გესიამონება რა. განსაკუთრებით ჩემი ნათქვამის გამო ფული არსად არ დადოთ. იმიტომ რომ მე ყველას ვუვნები რომ არსად არ დადოთ. ძალიან მინუს მოქმედება არის თქვენ ცხოვრებაში მაგ. მე მაინც ვიწევი სანჰეგენისკენ რა. ვიხრები ფულს მე არასდროს არ ვდებ. რა უნდა 100%-ით საუბარი სანჰეგენის ინტერესები არის. და როგორ არის ბაუტისტას მოგებამ შეიძლება რაღაც ახალი შემოიტანოს მაინც ბენთოვეიჩი რომ აი სანჰეგენი ხო უკვე არის ამ ტოპ 5-ში და ბერდა ტიპი ტოპ 5-ში კიდაღამ 15 წელი 10 წელი კიდაღამ ტოპ 5-ში არის.
მ შემდეგი ბრძოლა არის ბრანდონ როივალ ლოუნარ კავანა. ანუ ვეტერანი ხდება, ვეტერანი და ტიტულის პრეტენდენტი, ჩალენჯერი ხდება ახალ ამ მომავალ ვარსკვლავს რა. აი ეგეთი გზნობა აქვს ამ ბრძოლას. გონია თუ არა რომ უკვე დამტკიცებული აქვს ახლა ბრანდონ როივალს ყველაფერი დამტკიცებული აქვს, ხო რა დონეც არის. მაგრამ კავანას აქვს უკვე დამტკიცებული ნაჩვენები ის რომ აუ, მზად არის. ეს ბრძოლა არის გიო ერთ-ერთი უმაგრესი ბრძოლა რატო? ბევრმა ჩამოუწევეთ როივალი, რადგანაც კაპეს და ჯოშუა ვინთან წააგო და ჯოშუა ვინი და კაპე არის ჩემპიონი და პირველი კონტენდერი რეალურად რო ვთქვა, ხო? დანარჩენი ხო? ტასურო ტაერა, მორენო, რავი, ძალიან პანტოჟას გარდა ყველასთან წააგო. ყველას მოუგვიმა, რა ქვია, როივალმა რა. ჰმ. ანუ როივალი იმდენად მაგარი მებრძოლია, უბრალოდ flyweight იმდენად მაგარი წონათა კატეგორიაა დღეს, ხო, აღსავსებული ტალანტებით, რომ ცოტა შეუფასებლობა გამოდის მაყურებელს როივალის რა. ძალიან მაგარი სტილისტიკური დაპირისპირება აქვს ლოვნერ კავანას როივალისაც ნამდვილად. რა ვიცით ჩვენ? ვიცით 100%-ით, რომ ლოვნერ კავანა არის სუპერ მშიერი. მშიერი ერთი არის და არის მეორე რომ სუპერ მშიერი არის რა შორტ ნოთესზე ბრენდონ მორანოსთან ჩახტომამ უშუალოდ მაგი გვაჩვენა რომ აი ადამიანი არის სასწაულად მშიერი სასწაულად უნდა მაგრა ჩხუბი უნდა პერფორმანსი უნდა თავი დაუკვიდროს 27 წლის ფრეშ ტალანტი არის ასე რომ ვთქვათ რა უახლესი ტალანტი არის რა მაგრამ მეორე მხარეს ყავს ძალიან გამოცდილი ძალიან მაგარი ბროულერი ვეტერანი ბრენდონ როივალი რომელსაც დგომში ჩხუბი არის ერთი კოშმარი, ასე რომ ვთქვათ, რომ ერთი დიდი გამოწვევა გადასატანი, რა გამოწვევაც გადაიტანა ფაქტიურად ბოლო პერიოდში მარტო კაპემ და ვანმა და დანარჩენებმა ისე რა გადაიტანენ მაგ გამოწვევები, ანუ დანარჩენებთან მოიგო. ამიტომ ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება. მოსალოდნელი ის არის, რომ უდიდესი ტემპი იქნება, ხო იცი, რაცა სასწაულად მაღალი ტემპი იქნება რა. კვეთრი ფავორიტად მე აქ ვერანაირი შემთხვევაში ვერცეთ ადამიანს ვერ გამოვარჩიდი, იმიტომ რომ როივალისაცისკენ არის დიდი გამოცდილება. ძალიან დიდი გამოცდილება ხმაჩხუბებში რა. ეხლა რო ვთქვათ, რომ რაფერი ჩხუბები ჩაატარა როივალმა იმას რა ქვია, ჯოშუა ვინთან რაფერი ხმაჩხუბი ჩაატარა. ხო, ანუ ტასურო ტაირასთან როგორი ხმაჩხუბი ჩაატარა. მაგიდან გამომდინარე, ცოტა ისეთი მომენტი არის მაგი რა. ესე თქვა ლოვნერ კავანდა რა თქმა უნდა ეხლა უკვე პატარა დატენილი ბომბა დადის ესე რომ ვთქვა რომ რაღაცა ვიღაცას დაეჯახოს რაღაცა ნამდვილად. აი მაგ ბრძოლას რო უყურებ, აი ძალიან დიდ სიამოვნებას ვღებულობ ხოლმე რა, პირადად რა. მოკლედ ძალიან სანახაობრივი არის და ბრანდონ როივალზეც იგივე შეიძლება ითქვას, ეს იქნება მაგარი ბრძოლა რა. აი ეს ახალგაზრდობა გამოცდილების საწინააღმდეგო აჰა. რა აჰა. ზუსტად. ან ზუსტად. სუპერ რა fight of the night is აი ინაღამ და 100%-იანი კანდიდატი არის და გონია რომ მზად არის, ანუ ეხა კავანა ამ დონისთვის. კავანაში რა არის, კაიცი? რომ ჩვენ მაყურებელი როცა უყურებთ კავანას ბრძოლას, ხო? ჩვენ ველოდებით მისგან რაღაცას, ანუ ჩვენ ბევრი კითხვა გაგვაჩნია მაგ სიტუაციაში რა, რას გააკეთებს დღეს კავანა? გვაინტერესებს. მაგი რო გვაინტერესებს, ხო? უკვე ძალიან წინ ვართ მაგიდან გამომდინარე რა. თქვენ გვაინტერესებს კავანა რას იზამს? ველოდებით კავანას, კი, კავანა პატარა მე მგონი ანდერდოგად არის, ფავორიტად არის ბოდიში მაგრამ ჩემი აზრით სუპერ ბრძოლა გვაქვს რა და კავანას წესით უნდა ქონდეს ყველა ინსტრუმენტი რომ დაამტკიცოს. თუ არ აქვს, მაგასაც დავინახოთ. უმაღლეს ლეველზე ვინ არის და რა არის კავანა რა. და ეს შემდეგიც უმაგრესი ბრძოლა არის. King Green, ბობი არ დაუძახოთ ამ კაცს. King Green versus Terence McKenna. და ესეც ძალიან მაგარი ბრძოლაა სტილისტურად. ისე გამოდის ყველა ბრძოლაზე ვიცახი რომ ძალიან მაგარი ბრძოლა, ძალიან მაგარი, მაგრამ დამეთანხმები რომ უეჭველი მაგარი ბრძოლა არის რა. კი, 100% უმაგრესი ბრძოლა არის. King Green არის, რაღაცა ვითომ რესტარტი დაიწყო, ისეთ შრაბიშტილებას გვიტოვებს მაყურებელს, რომ რესტარტი დაიწყო ვითომ მისი კარიერის, აგიო. აშკარად გამოიყურება, იმიტომ რომ აი ძალიან კომპეტენტური უნარიანი იყო და ახლა მე სიმართლე გითხრა, ხო, უშუალოდ ჯერემი სტივენსონის ბრძოლა არ მინდა ჩაუთვალო კინგრის, იმიტომ რომ მანამდე ისეთი მაგარი ორი ბრძოლა ჩაატარა, ისეთ კაი ბიჭებთან, ხო? თუ ვითომ ჯერემი სტივენსონთან ის ბრძოლა უშუალოდ გააოფასურა ვინსტრიკი ბობ კინგრის, მაგრამ
ჯერემი სტივენსონთან აჩვენა რომ ხელა გეპი არის მაგ ორ მებრძოლეში ყოფილიყო რა და მე დღეს ძალიან მაგარი ვარ. ვიდმა თქვა რა, მაგ ბრძოლეთ. ძალიან საინტერესო არის რა, მე ვიხრები კინგის გრინის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ტენეს მაგინი ხო იცი, ტენეს მაგინი მოტყუილი არ არის რა, მაგრამ მე მმ. გრინის საწინააღმდეგო მაგ ძალიან საინტერესო და ძალიან საინტერესო ჯახი არის ასე რომ რა, მაგრამ მე და მგონია რომ მაგარი. გრინს დღეს კიდე აქვს ის პოროხი, რომ მეოთხე გამარჯვება მოიპოვოს ზედიზე მმ. და რაღაც კიდე დიდ შეეხოს რა. ბიჭო და ტერენს მაკენის არ უნახია მეორე რაუნდი 5 წელიაზე ხარ? გრინთან ნახავს 5 რაუნდს. 5 რაუნდია მე მესამე საფრთხეს. ბიჭო, ავიცი რა, აქ ფინიში აწერია ჩემი აზრით რა. არა, ამ ბრძოლას ფინიში აწერია რა. გრინის დაფინიშება დღეს ძალიან ძნელი გახდა უკვე. ახლა ამ ბოლო პერიოდში რა. ისე არა, მე ყურადღება მაგას არ გულისხმობ, მე გულისხმობ, რომ ხო, ანუ იმას გულისხმობ, რომ აი მაკენი რა, ან ნოკაუტ, ან თვითონ აფინიშებენ, ან თვითონ აფინიშებს რა. და გრინს რო შეახტე, ხო, შეასკდე, როგორც მაგენი ასკდება. მაგით ცუდი კარგი გადაწყვეტილება ზოგადად არასოდეს არ არის, იმიტომ რომ კარგი პანჩერი არის რა. და ძალიან ბრმა დარტყმებს ისხვის, რომ ესე ვერასოდეს მეტოქე ვერ ხედავს მის დარტყმებს რა. ამიტომ აბსოლუტურად საინტერესო მოუხედება არის რა მაგით. შეტაი შემდეგი ბრძოლა არის და გინ დაიჯერე, გინ და რა ძმაო, რობერტ ვიტიკერი არის პრილიმებზე. და ხვდება ნიკიტა კრილოვს. რა, რობერტ ვიტაკერი ისეთ ძალიან მიყვარს და ისეთ მებრძოლს ეჩვევა, რომელიც მინდა რომ ოქტაგონიდან გინაღამ და ცოცხალი ვერ იასოდეს ვერ გავიდეს რა. მაგიდან გამომდინარე და კმაყოფილი ვარ მაგ მეჩაპით რა. რა, რობერტ ვიტაკერს ვარ გულშემატკივრობს მთელი მსოფლიო, რობერტ ვიტაკერი ნიკიტა კრილოვს სავარაუდოდ მისი მშობლების კი არ გულშემატკივრობენ რა. ხო და ველოდებით ძალიან ძალიან საინტერესო ბრძოლას. მე ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში რა თუ ვიტაკერის შერი არის და მაღალ ზონათა კატეგორიაში რამეს ადგილება უნდა, ეს არის მისი შანსი, მისი opportunity, ასე რომ ვთქვათ, რომ გვაჩვენოს ვინ არის და რა არის, ა? ამიტომ ველოდებით იმას აქვია. ვიტაკერის მოქმედებებს, ვიტაკერის ბრძოლას, მმ. ისე პაულ ეს უაზროდ სტილისტურად კაისანახაობრივი არის, არა ხვიჩი. კი, უაზროდ ხო, მე ზოგადად არ მიყვარს ისე ლაპარაკი ვითო არ ვარ რაღაც ყველაზე ხარ ჩართული ბრძოლაში, ვარ ჩართული ბრძოლაში, ვარ 100% ჩართული ვიტაკერის მხარეს და იმედია რომ ვიტაკერი წამოიღებს გამარჯვება, მმ. რადგანაც ვიტაკერი უაზროდ მიყვარს როგორც მებრძოლი, იმიტომ რომ აი მაგალითად დიდი ხანია გულშემატკივრობს, სანამ გაჩემპიონდებოდა მმ. ზოგადად რა მე იმ დროსაც ვამბობ კიდევ ველთერვეითიდან ასვლა რო დაიწყო ხო მაგი მომეწონა მიდლვეიჩი რო ავიდა და რო დაიწყო მისი თავის დამკვიდრება რა მმ. და საპირისპირო მხარეს კიდე ნიკიტა კრილოვი რომელიც აი აბსოლუტურად არ მომწონს როგორც ადამიანი როგორც მებრძოლი ყველაფერი აი ყველაზე ხარ ჩემი არქი ჩემი ჰექტორ ლომბარდია ჰექტორ ლომბარდს არ მომწონს მასე ღმათ რა და მადლობა UFC-ს რომ არ ასეთი ჩართული ბრძოლები ზოგადად სანდერვიულოა ხო ზეხარ რაცა ერთობი ადამიანი რომელიც ყველაფერი გაქვს ნანახი ხო მაგნაირი ბრძოლებით ერთობი ზოგადად რა მმ. და შემდეგი არის ის დებიუტი, რავი, ჩვენ დიდი ხანი ველოდებით რა heavyweight-ის დებიუტი, ოლიმპიური ჩემპიონი გეიბლ სტივსონი, ძმაო, არის UFC-ში. აკეთებს დებიუტ ბრძოლას და არა ცნობილ სახელთან, ანუ ეს არის უბრალოდ ერთი ნაბიჯი შემოდგმა რა. პირდაპირ ისეთი გზით არ შევიდნენ, რომ პირდაპირ კონტენდერი მიეცათ რა, ან ტოპ 15 ან რაღაც რა და საკმაოდ უცნობი სახელი მიცეს და რას ფიქრობ ამაზე, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო თუ შენ შეგიძლია თამამად რო თქვა, რომ მზად არის ეს კაცი, რომ ებრძოლოს ნებისმიერს ტოპ 15-ში, იმიტომ რომ ეგეთი გზნობა მაქვს მე. აი, მე პირადად ეგეთი გზნობა. მე პროფესიონალი არა ვარ, არც ვიძახი რომ ვარ, მაგრამ მაგაც რო უყურე, ვიცი რომ UFC-ში არ იყო ჯერ და პირველი ბრძოლა, მაგრამ ესე მგონია რომ აი მართლა სერიოზული რაღაც მოდის რა ამ კაცში რა. რა ვიცი, გეიბლ სტივენსონს რა შეიძლება, ხო, უაზროდ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ესე გააკეთეს, როგორც გააკეთენ და იმიტომ რომ ჩემ მაგათმა გეიბლ სტივენსონზე ცეცხლში რო ჩააგდონ, ხო, გეიბლ სტივენსონი ანუ ხომა ბრძოლაში სადაც არ ყოფილა, ხო, შეიძლება დიდი პამოვალი ვარსკვლავი დაკარგოთ, რომელზეც შეიძლება დიდი ინვესტიცია heavyweight-მა გააკეთოს და heavyweight-ის სიცოცხლემ ზოგადად როგორც ასეთი რა. ამიტომ შესანიშნავი დებიუტია, დებიუტი არის, გევიგებთ გეიბლ სტივენსონი ვინ არის და რა არის. UFC-ს ოქტაგონზე დავინახავთ უშუალოდ და მე ძალიან დაინტერესებული ვარ მაგის დებიუტით, როგორ იქნება მისი მოქმედება light heavyweight-ში, იმიტომ რომ ეს
ბრძოლა თუ გაუჭირდა. წარმოიდგინე გეიბლ სტივენსონი დღეს ისეთი პოზიციაშია, იმ ხელ ავანსები არის მის მიმართ გაცემული, რომ ეს ბრძოლა რო გაუჭირდა სტივენსონს, ხო? მაშინ უკი უკვე ჰაიპ ტრეინი მისი იშლება. წარმოიდგინე იმდენად დიდი ავანსი გაცემული მაგათ რა. ამიტომ ძალიან საინტერესო არის რა. plus ელისონს აქვს ხდება რომ უეჭველი setup fight რა ესეთი ბრძოლა აურჩიეს ადვილი გზა მაგათი არა მე ახლა შენ ახლა ანუ დებიუტანტს ჰაივეის ვისაც უნდა შეახვედრო იმას ახვედრებენ არაფერი ექსტრაორდინარული არ არის ექსტრაორდინარული ის არის უბრალოდ რომ გეიბლ სტივენსონზე არის უაზროდ დიდი რაოდენობა ავანსების გაცემული რა ბიჭო აი მაშინ დააფიქსდი ახლა როცა ხარ ამ დონის სახელი უკვე რაც არის ხო ანუ სტივსონი ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ პირდაპირ მიდიან ხოლმე რა ბრძოლებზე რა არა UFC-თან დაუჩვამ ასეთი შეცდომა და ჩინელებთან უშუალოდ ასეთ შეცდომებს რა როცა ტილობს რომ მაღალ ლეველზე გაჩითონ და ახლა სახაგერის და ველიჯანგის გარდა ვერავინ ვერ გაკაჩა მაგით სულოთ აირან ვერ გაკაჩა კი გაკაჩა და ღირსეულად იბრძოლა მაგრამ ვერ გაკაჩა ანუ აშკარად ჭირდებოდა კიდე რამოდენიმე ბრძოლები მაგიდან გამომდინარე რა კიდე რა ქვია აი ყველა იაპონელმა და ჩინელმა ბრძოლებთან ბევრი მაგნერი შეცდომა დაუშვენ რა და ახლა გეიბლ სტივენსონს ჯონსი ყავს ჯექსონ ვინგი ყავს ირგვლივ და ანუ სავარაუდოდ ეს გუნდი შეცდომას არ დააშობიებს ესეთ უხეშტომას რა რომ ღმა წყალში ჩასვას ეს სტივენსონი განსაკუთრებით დარწმუნებული ვარ რომ ჯონ ჯონსთან სპარინგი ხო კიდე რამდენიც ოლიმპიური ჩემპიონი არ იყოს ცოტა რეალიტისთან კონტაქტს გექმნის ესე რომ ვთქვათ რა რამდენ გამომდინარე სწორი იდეალურად სწორი გადაწყვეტილება გეიბლ სტივენსონი უნდა აკეთებს იმ დებიუტს რომელსაც უნდა აკეთებდეს მაგი და ვნახოთ ყველაფერს მისგან თუ გაუჭირდება ამ ბრძოლის მოგება ჰაი ტრეინი სტივენსონის დაიშალა წარმოიდგინე რა იმდენად დიდი ავანსი არის გაცემული სტივენსონს ბიჭო და ბროკ ლესნერი რო გადმოვიდა რა ეგეც ძალიან დიდი სახელი იყო რა UFC-ში რო გადმოვიდა ხო ბროკ ლესნერი იყო მედია პროდუქტი ძალიან მნიშვნელოვანი არის გეიბლ სტივენსონი ბროკ ლესნერის 1%-იც არ არის მედია პროდუქტობით როგორც ბროკ ლესნერი ნუ ეს WWE-ის დამსახურება არის რა თქმა უნდა ანუ ეხლა შეიძლება ჩვენ არ ვიცნობდით, მაგრამ მთელი ამერიკა და მთელი ეს კონტინენტი იცნობდა უშუალოდ ბროკ ლესნერს რა, რა თქმა უნდა და ბროკ ლესნერს შეეძლო გაიყიდა ეს ტრანსლაციები, როცა UFC-ს ძალიან დიდი გაჭირვება ჰქონდა და ჭირდებოდა ბროკ ლესნერისნაირი პიროვნება რა. და ბროკ ლესნერსაც კი გაუჭირდა ანუ მისი ტრანზაქშენი MMA-ში. თუმცა მე რა არის და სწორი იდეალური გადაწყვეტილება არის მეხებული. გეიბლ სტივენსონს და ბროკ ლესნერს ვერაიღარ შემთხვევაში ვერ შევადარებდი ერთმანეთს CDD-ში. ანუ CDD-ში სახელის რა, იმიტომ რომ ბროკ ლესნერი რომელიც იყო შეიძლება კი, მაგრამ ეხლა მაინც ოლიმპიური ჩემპიონი ხარ და ეხლა სახელი არ აქვს მაგას. ეს სპორტული მიღწევა იგი ოლიმპიური ჩემპიონები არის უამრავი რაოდენობა და ჩვენ მაგათ სახელებიც არ ვიცით. ნუ მაგ სპორტული მიღწევით ხვიჩ სახელიც მოდის, აბა ოლიმპიური ჩემპიონს თუ სახელი არ აქვს, ახლა მაშინ ის აქვს. მაგრამ ვერავინ ვერ ჩამოთვლის ყველა წონთა კატეგორიაში ოლიმპიურ ჩემპიონს, ხო ასე ხარ რა, ძალიან ძნელი არის და UFC ჩემპიონს ძალიან მარტივად. კი, მაგრამ ამერიკაში ალბათ ძირითადად ყველა მიცის, არა? როგორ აიცი? რა იხსენოს, დიდი მაყურებელი ოლიმპიადას ამერიკაში მასეთი დიდი არ აქვს. რაფერც WWE ეხა ხო მესმის რა პონტიც არის ხო ვიცი. და UFC-ს მის დროს მუზეით ეხავდა წარმოიდგინე, ძალიან მაგარი რა. და მაგი მომენტი იყო. თუმცა მე გეიბლ სტივენსონზე კი არ ვამბობ, ძალიან მაგარი არის და ძალიან დიდი ავანსები არის გაცემული რა. მაგრამ ბროკ ლესნერის ლეველი მედია წომით დღემდეც არ არის კიდე. დიდი ხანი დაჭირდება რომ მიაღწიოს მაგის ლეველს რა. და სწორი დებიუტი არის, იდეალური დებიუტი არის გეიბლ სტივენსონისთვის რა. ველოდებით. ძალიან საინტერესო მოქმედება. კი. ხოდა პრელიმების ბრძოლა კოდი გაბრატი Adrian Yanez-ი. ესეც სტილისტურად ძალიან სანახაობრივი ბრძოლა არის რა. დღეს არის ძალიან სანახაობრივი ეპიზოდის მთავარი სიტყვა რა. სავარაუდოდ ყველაზე ხშირად არ ვიცი როგორ აღწერო, იმიტომ რომ ამ ორივე ბრძოლის სტილი რო იცი როგორი აქვს, ერთმანეთს რო დაეჯახებიან, რა ვიცი. ძალიან მაგარი. მე ვიცი, რომ გარბრანტს არ ექცევიან ცუდად. ეს აშკარად არის გარბრანტის ლეველის მეტოქე, დღესდღეობით გარბრანტი რა ლეველზეც არის, ხო? მისი ლეველის მეტოქე არის რა. და
აძლევენ საშუალებას, რომ კონკურენტუნარიანი იყოს, ანუ მის სივრცეში არ აჭმევენ ზვიგენებს, ასე რომ ვთქვათ რა. არ აჭმევენ ძალიან ბენთოვიტის კოლელებს გარბანს რა. ამიტომ აბსოლუტურად თანახმო ვარ და ძალიან საინტერესო ანუ პატარა ფეერვერკი გველოდება პრელიმებში რა. მმ. სუპერ საინტერესო და ერთი არის სუპერ ვეტერანი საინტერესო და მეშვიდე. ჩემპიონი, რა თქმა უნდა, ძალიან გამოცდილი და ეს მეორე ეჯრიან იანეზმა რომ დაიწყო თავიდან UFC-ში რა, Contender Series-დან ძალიან დიდი სტრიკი ჰქონდა სხვათა შორის რა. რამოდენიმე ბრძოლა გადააბა ერთმანეთს რა. გონი 6 ბრძოლა თუ რაღაცა და მე როგორც კი შეხვდა, ანუ დონე ადამიანს, უკვე დამკვიდრებულ ადამიანს ტოპ 10-ში რა, Rob Font მე ვეღარ გაიარა ტესტი, მანდი იყო მარცხი, მე ჯონათან მარტინესთანაც მარცხი იყო და ბოლოს თუ გახსოვს რა, რიკი სამონთან რა მოხდა მაგ ბრძოლაში. მინუს კულამის წინ და მაგიდან გამომდინარე მაჟორიტარი დრო იყო. თუმცა სამსაჯო სიტუაციაზე მეც დამახვი ლაპარაკია ზოგადად რა, რომ ძალიან ცუდი მსაჯობა იყო უშუალოდ მაგ ივენტზე რა. და მაგ ის მაგ მსაჯობა მაგ მსაჯობა კიდე ძალიან ცუდი მსაჯობა იყო უშუალოდ და ერთ-ერთი მსაჯი იყო რომ მაგაზე ერთად და ვილაპარაკეთ ზოგადად გონი ჩვენ ხუჭ და არ მახსოვს ასე ხარ. ხო, უეჭველი ერთად იქ ვილაპარაკეთ. ლაპარაკი. ხო. ამ ეტაპზე უკვე სადაც არის გაბრანტი წესით იანეს უნდა კონდეს უპირატესობა რა და სულ გონია ხოლმე აი სულ მინდა რომ გარბრანტის გამარჯვება ვნახო რა ხო აზე ხარ რა ეს ნამდვილად არის ნოსტალგია იმაში და გარბრანტს რომ ძალის დარტყმა და მომენტები აქვს გაკეთებული და იცი რა ების გაკეთება შეუძლია სუელოდები ხოლმე სუელოდები აი ბოლო ბრძოლაშიც და სულ თითქოს ისეთი გზნობა მჩება რომ აუ თითქოს და ვეღარ ისურის რა ხო გესმის ანუ ძალიან სწორი სიტყვა თქვი აი ვეღარ ისურის ეს თუდად არ მინდოდა მეგულისხმა რა მაგრამ აი რა დონეც ლოგიკა იყო ძალიან სწორი ნათქვამია რომ კოდი გარბანტი ვეღარ ისურის აი ძალიან მართლა ზოგადად მე არავის გული არ წყდება MMA-ში იშვიათად რომ ვინმეზე გული დამწყდეს რა მაგრამ კოდი გარბანტი და მის კარიერაზე ძალიან გული მწყდება რომ იმაჩნია რომ აი TJ Dillashaw-ს თან ბრძოლებმა ხო კოდი გარბანტს ცხოვრება გაუფუჭა რა და ის იმის მერე გულშემატკივრ რომ იმის მერე უფრო გულთან ახლოს მივიღე რომ გავიგეთ რომ კოდი გარბანტი რომ დოპინგზე იყო IPO-ზე იყო და ანუ ძალიან გამოდის რომ აი არასინდისიერად გაუტეხა დაუმარცხებლობა კოდი გარბანტს რა და იმის შემდეგ იმის მერე კიდე ეცემა და იბრძვის და ამ კონდიციებში არის ასე ვთქვათ რა სულ რა მაგიდან გამომდინარე რავი რა ყოველთვის პირადულად ჩემთვის სასიამოვნოა როცა კოდი გარბანტი გაისურის მაინც რომ გამოდის და რომ გაისურის მაგას ყველაზე ხარ რა ყოველთვის იმაში ბიჭო ის ვტრაკებ ვისთან იყო ბოლო წამში გალიაზე რო იყო აყუდებული და მესამე რაუნდის ბოლო ყველა წამში ხო ბიჭო და ეგრე ებს აკეთებს ხოლმე ეგ ბოქსიორებმა იციან ხოლმე ხო უფრო კრივში ესე ფეხებში ის ჩასკოტებები და ესე რა ქვია მაგას ოდი ვიდრო იმას დომინიკოს რომ მოვგო მე მაგრა არ მომწონდა იმიტომ რომ დომინიკოსაც მაგრა გულშემატკივრობდი რა ძალიან მაგრა მევასებოდა ეს მეზონე ინტელექტუალური შემადგენლობიდას და დომინიკ კრუზი გაიჩნდა უკვე მაგ კოდისთან აშკარად ბებერი ტიპი რა მაგ მომენტში და რაღაცა ახალგაზრდას და ბებერს უყურებდით ერთმანეთში ამ ჯახს და რაღაც რაივალრის და ანუ თაობის მას უყურებდით რა და კოდი როგორი დეკლასირება გაუკეთა ერთ-ერთ მენტორს და რა თქმა უნდა ისტორია დიდი არის და კოდი დღემდე აქტიურია. მე რაც როგორც თქვა მაგრეგორმა და ბევრმა მაგრეგორი თვითონ კი არა დიდად აქტიური, მაგრამ როგორც თქვა მეთქი ანუ რა ციტირებას ვაკეთებ მისას, რომ ისა რა ქვია სად არის ხაბიბი, სად არის სხვები, სად არის მებრძოლები. კოდი დღემდე კიდე ანუ დღემდე კიდე ვლაპარაკობთ კოდის ბრძოლებზე რა და კოდიზე გვაქვს საუბარი 2015-ში გააკეთა UFC-ს დებიუტი და დღემდე კიდე აქტიური არის UFC-ში, ამიტომ რა თქმა უნდა კოდი გარბანტის ბრძოლა ყოველთვის საინტერესო იქნება რა და მე ვფიქრობ ხო სპეციალურად მაგ ჩასწრა ტრენიმენი კარტში იმიტომ რომ მაგ სივრცეს კარდისაც ყურადღება რომ მივაქციოთ რა იმიტომ რომ
არ კიდე მეტი ყובეთი attention იყოს, არა მარტო main card-ზე, ხო იცი, რომ ზოგადად ჩვენ როგორ კაზუალი მაყურებელი რომ მარტო main card-ი ან main event-ი ეს აინტერესებს. ძალიან მაგარი პრილიმებია, თო გეიბლ სტივსონიო და ვიტიკერიო, გარბრანტიო, მე ტრეისი კორტეზი არ დაგავიწყდეს, თო ეს იუათ. ზეიბოლა შემდეგი ბრძოლა არის ეს ახალი ინგლისელი რა, fresh in the UFC, 1-2 გადამული აქვს გონი სერია, ხო, მოგების ლივერპულელი არის, თუ არ ვწდები, თუ პადისთან ვარჯიშობს, ეგ ვიცი, შეიძლება ლივერპულელი არ იყოს, მოკლედ და ამბიც უყურებენ რა, პოტენციალი არის რა, დიდი ეხა ახალი ვარსკვლავის უნდათ ხოლმე ეხა თან ინგლისიდან ხო ასე ხარ. და ხვდება მაგარ ვეტერანს არა, კაი კამაკა მესამეს, მაგარი ვეტერანი არის, სადარო ბრძოლია, PFL-იო, Bellator-იო, UFC-ში იყო ადრე მერე გაუშვეს და ეხა დაბრუნდა რა. და მახსოვს რომ კაი კამაკას აქ მაგარი ხელები სხვათა შორის არა. ბოქსია კაი ხო თუ არ ვწდები? ლუკ რაილის და კაი კამაკას ბრძოლა რა ვიცი რა, ძალიან საინტერესო ბრძოლა ის, რატო? იმიტომ რომ ლუკ რაილის ბოლო ბრძოლას რო უყურებ, ხო ცოტა ისეთი მომეჩვენა. როგორც ამოს მე რა ხოაზე ხარ რა? ცოტა რომ მომეჩვენა რა. კი 13-0 აქვს, მაგრამ ვითომ მზად არისო რა, ვითომ ის უკანა ბრძოლაში უფრო მარტივად უნდა მოეგო მანამდე რა. მაგრამ უჭირდა decision-ის გაკეთება, დაჭირდა მე expose-ები ქონდა რაღაცები ლაპარაკი ბრძოლის შემდეგ და კაი კამაკასთან, ეკაკრა ზუსტად იტესტება, სწორად ნათქვამი არის რა. ძალიან სუპერ საინტერესო ბრძოლა არის, როგორც სულ ხედავთ ხო UFC ინგლისელებს, იაპონელებს, ჩინელებს, ძალიან ისეთ სავაზობ სიტუაციას, რომ უცბად შევარდნენ hype-ში რა და უცბად რაღაც გააკეთონ მაგათები რა. უზომოდ საინტერესო ბრძოლა მაგას და ლუკ რაილის წინააღმდეგოთ. ძალიან საინტერესო არის როგორი იქნება ლუკ რაილი მეორე მესამე რაუნდში. კაი კამაკას წინააღმდეგოთ, როცა კაი კამაკას აქვს ის რომ მიაწოდოს ლუკ რაილის ზარტყა მეორეში მესამეში და სირბილი ეს ტესტი არის ლუკ რაილისთვის არა? 100%-იანი ტესტი არის ეს ლუკ რაილი, აბა კაი კამაკა გატესტილია, სოფელი სოფლიო გატესტა კაი კამაკა დაპირისპირო მხარეს ასე რომ ვთქვათ რა და ბელატორში ძალიან მაგრა, კარგად იასპარეზა ერთი არის და ძალიან მაგრა იასპარეზა მეორე არის რა, რომ მე მგონი ერთი წაგება ქონდა უბრალოდ ბელატორში და იგიც იქნა რა ქვია, ანუ რა და ძალიან მაგრა ეო 6-ზე ქონდა ბელატორში და ძალიან მაგრა იმოქმედა ბელატორში, მაგრამ რა ძალიან მაგრა მომეწონა მისი მოქმედება. და ის სპლიტით წააგო ბელატორში, ძალიან მაგარი ვეტერანი. და ეს ლუკ რაილის სტილზე რა სიტყვით? ცოტა ის არის რა, ველური მებრძოლისავით არის არა, რაღაც ცოტა. ცოტა დამწყები არის რას გულისხმობ იცი აი რა ვითო კიდე ძალიან ახალგაზრდა არის რაღაც მომენტში ხტი ანუ თუ ლოუნერ კავანა ხო ეხა უკვე შეერი არის და ისაც წაგებათ ის რაღაცა ჩახლავშტ ბრძოლაში ჩავარდა შეუძლია ხო ლუკ რაილის ჯერ კიდე რაღაც არ ყოფნის გონია დგომიდან გამომდინარე რა იმიტომ რომ დგომში როც უყურე მაგას ხო რაღაცა ვითო კიდე არ ყოფნის კი 13-ვე ბრძოლაში იყო მართალი და გაიმარჯვა მაგრამ ეს არის ის იმას რომ მაინდა-მაინც ის იქნებოდა რა ქვია მაინდა-მაინც კაი გამაკას საწინააღმდეგოთ დახურავს მაგი რა. თუმცა ფავორიტად არის დგას რა თქმა უნდა და არა წესით უნდა გვაწყობდეს ჩვენც უნდა გვაწყობდეს ახლა ამ მომენტში რომ ლუკ რაილიმ გაიმარჯვოს არა? თითქოს უფრო საინტერესო ხდება. ხო? 100% გვაწყობს. მაგრამ ანუ მე მასწავლობ რომ ეს ძალიან მაგარი ბრძოლა არის რა ძვალში იყო იქნება გასვლა სავარაუდოდ და ლუკ რაილიმ თუ დაიწყოს სირბილი კაი კამაკა მაგას არ არბენინებს რა პრობლემები შეუქმნის კაი კამაკას ყვა და კაი კამაკას ამტანობამ ვიცით რომ რა აქვს კაი კამაკას შენში კაი კამაკას ბოლო 3 წაგება აქვს split decision-ებით ბოლო 4 წაგება აქვს split decision-ით 2021-დან დაწყებული რა. კაი გამაკას საწინააღმდეგოდ საუკეთესო პერფორმანსი არის split decision. ანუ მიხდით რა ლეველის მებრძოლია მაგის თვა მინდა ხვალზე ხარა. კი, საკმარისი ბრძოლებიც გვაქვს ნანახი პლატფორმებზე, არა მარტო UFC-ში, როგორც ახსენეთ რა. და მაგით ვთქვით რომ ტესტი არის. კაი, ამ ღონისძიებაზე ხუჭ არის მარტო ერთი ქალების ბრძოლა რა. და მეც და შენც ქალები ძალიან გვიყვარს, ქალების ბრძოლებიც ძალიან გვიყვარს.
და მაგარი გაცდილი არის რა ქალების MMA, ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი ბრძოლა რა. რაღაცა იყო ისტორია როუზ ნამაჯინესის და ამანდა ნუნესის ეპოქა იყო და მაგი ეპოქა გადავიდა, გადაიფურსა და ვითო ჩანდა რომ მართლა ვალენტინა შევჩენკო და მეტი არავინ არ დარჩა რა. კი ნახავდა მოდერნ ისტორიაში, მაგრამ დღეობით მაგრამ მოუმატნ გონების ბრძოლებს. რავი რა, აბსოლუტური გოუთი ბრუნდება ქალებში, რომელმაც ყველა სამი საუკეთესო UFC-ის ბრძოლე დაამარცხა. ტრეისი კორტეზი და აა საინტერესო იქნება რა აბსოლუტური გოუთი რო ბრუნდება, აბსოლუტურად საინტერესო იქნება როგორი იქნება ბრძოლაში, იმიტომ რომ უფრო მეტი ცნობილი გახდა უკვე მისი არეულობებით ვიდრე ბრძოლებით რა. ცნობადობა მაგის უფრო მატებს რა. ჩინელი გოგოსაც შეეხება ხო? ცონ გვანგს. სიტუაცია ის აქვს, რომ როგორ აღწეროს, სწორად რომ არ მინდა რომ გავაუფასურო ის რა ქვია, მისი მოქმედებები რა, ასე რომ ვთქვათ, მისი ოპოზიცია. კი, კარგი ოპოზიცია აქვს ვანგს, რაღაცა პონჩი გამოცდილიც არის, მაგრამ ვან ცონ ვან ცონ ხო? ო, მაგრამ როგორ აიცი, აი ეს კორტეზი UFC-ში ამ არენაზე უაზროდ მაგარი გამოცდილია რა. უაზროდ მაგარი გამოცდილია. უბრალოდ მე მგონია რომ კორტეს პრობლემა აქვს, რომ შეიძლება ფოკუსი არ ქონდეს და შეიძლება ფოკუსი დაკარგული ქონდეს მოქმედებაში რა. მაგიდან გამომდინარე შეიძლება კორტეს უკვე კარიერას თან ელოდეს რა. ხო და თუ მასეა, მაშინ თუ მასე მართლა მასე ფიქრობ, მაშინ ვან ცონგი ფავორიტი უნდა იყოს. კი, ცონგი 34 წლისაა, მიხარ ის ფშიერია. ხოზე ხარა? აქვს ერთი მარცხი. და ფავორიტიც არის სხვათა შორის. ბოლოტაგების მე კორტესმა ზოგადად ანუ იგი მხრა კი ანდერდოგი იყო, მაგრამ ბოლოტაგების მე მაინც მუხამი დავკარგია კორტეს რაღაც ჩამოუწერებო სპორტში. ხოზე ხარ ტიმა მართლა მარტო როუსთან წამაგო, მაგრამ რაღაც პონჩი აი ისე რა რაღაცა ვითო არ იბძვის და ვინახე მომენტში. ხოზე ხარა კორტესი. ამდენ გამომდინარე საინტერესო არის, სადაც საინტერესო ბრძოლა არის ამ გოგოებში რა. ბიჭო, ისე რა პონტია, რომ ქალების MMA-ში კაროჩე რაღაც ისენი სხვანაირი წესებიც არის რა, მაგალითად მახსოვს რომ მაგას ეკეთა ისა, რა ქვია ისა რა? ტრუხა ისენი რა, eyebrows და რაღაც. წავწავები. ო ტრუხა წავწავები და წავწავები რომ გაგზრება და რამეც. მაგარია რა. და კაცებს ზატო ის გვაქვს, იმის უფლება აქვთ, რომ თაი სტილ კაპები და რამე, ხო? მე მაგნენი კაპს ვატარებდი ყოველთვის, მაგნენი ჟარას ვატარებდი. რომ მე თუ ვინმე დააპირებს და დამარტყას, ultimate price-ი გადაიხადოს მისი ფეხით. და როგორც თქვა ჯოროგანმა, მე არ ვხვდები რატო არატებს ყველა მაგნენი ჟარებსო. ჩვენ აქ ცეზარ ალმეიდა რომელმაც უკვე ბევრი ბრძოლა ჩაატარა UFC-ში, ბევრი რა ხუთი ბრძოლა ჩაატარა UFC-ში ერთ კონტენდერებში და ის ხდება რა ქვია სერიოზული მას ხდება. ცეზარ ალმეიდა რომელიც 38 წლის არის, თო? დემიან პინას ხდება, რომელიც ახლა დემიან პინასზე უშუალოდ სონი აქვს დადებული იმიდან გამომდინარე, რომ ანუ ევასებად მაგ მარკეტზე ასე რომ ვთქვა რა. ცოტა აფრიკულ მარკეტზე სონის დადობა. მაგიდან გამომდინარე დემიან პინას სავარაუდოდ ცეზარ ალმეიდის შეჭმას ცდილობენ. მაგრამ ნახოთ რა იქნება. და არის ერთი ბრაზილიელი პრობლემა ქვია თან. პრობლემ კი არა, პრობლემა. რაიან განდრა 9 და 1. რაიან განდრა რო ხდება ზაგ რეისო ძალიან მაგარი ბრძოლა არის. იმიტომ რომ ზაკი ხო უშუალოდ UFC-ში გაიტესტა და სიმართლე ვთქვა ტესტი გაიარა, ანუ ძიმე ბრძოლებში კი დამარცხდა, ground and pound-ით წაუგია, დარტყმით წაუგია, split decision-ით წაუგია, მაგრამ გატესტილი არის, ანუ რაღაცა ყოფილა მაწყალში რა. და რაიან განდრა ძალიან საინტერესო არის, როგორ იცი, იმიტომ რომ აი ძალიან ვითო ბასრად გამოდის ასე რომ მაგარ ტიპად გამოდის ბრძოლაში. ძალიან საინტერესო, ძალიან საყურებელი ბრძოლა არის, რომ
ნება თუ არა კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოსული LFA-დან გამოვარდნილი კონტენდერებს რო იგებს პირველი რაუნდით ნოკაუტით და შემდეგ რაღაც ვინსტრიქს რო უნავს იქნება თუ არა მასეთივე ადამიანი რა. ძალიან საინტერესო ბრძოლა არის მაგიდან გამომდინარე. პირველი ბრძოლა არის ხვიჩ კოდი დორდენი, რომელიც უნდა შეხვედროდა ოდი ოსბორნს, მაგრამ ალესანდრო კოსტამ შეცვალა რა და აიღო ეს ბრძოლა რა. და ეს არის უშუალოდ ის ბრძოლა, რომელიც მიმოიღვლივ არის მილიონი მემი გაკეთებული, როცა rent payment-ისთვის იბრძვის flyweight-ები პრელიმებში და თავს კლავენ ერთმანეთს. აი დარწმუნებულია რომ მაგნაირი ბრძოლა იქნება რა, რომელიც არის მისი 10+10-იანი ჩეკისთვის იბრძვიან რომ თავი გაიტანონ და ზევით მაგრეგორი მილიონობით ღებულობს და ისე რა ბრძოლას არ აჩვენებს მაგრეგორი. რა შემთხვევაში უბრალოდ იმას გულისხმობ რომ ის ისტორია, სადაც ანუ შიერი flyweight-ები ვიძვიან ხოლმე ხა რა და ძალიან დიდი ბენგერი ბრძოლა იქნება, იმიტომ რომ ზოგადად ხო ეს ისეთი ტრიკი სიტუაცია არის, რომ შეიძლება ნებისმიერი მაგორიდან UFC-დან გაუშვან თუ სანახაობრივ ბრძოლას არ გააკეთებენ და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის რა, იმიტომ რომ იმას აქვია კოდიდურეს 7-8-ზე აქვს, 7 მოგება 8 წაგება აქვს UFC-ში და ალექსანდრო კოსტას კიდე 4 მოგება 3 წაგება აქვს. ანუ ისეთი ივენ სიტუაციაში არიან, ხო? ერთი ფეხის გადატრიალება შეიძლება UFC-ის კარიერა მანდვე დამთავრდეს მაგათი. ამიტომ ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება, გონი სავარაუდოდ კოდი ბომბა დორდენს იქნება. აქვს 17 ბრძოლა ჩატარებული და 2020-ში შემოვიდა UFC-ში. ეგ ნორმალურია? სერიოზულად? სუპერ აქტიური არის, რა? ეგ არანორმალური არის ძმაო და 6 წელიწადში 17 ბრძოლა თუ არც ისე თუ გადავაჭარბე რამდენი გამოდის წელშია 6 წლის განმავლობაში მაგან ჩაატარა 17 ბრძოლა, ხო გამოდის? დაახლოებით ხო წელიწადში არ ბევრი არა ძმა, წელიწადში საშუალოდ 3 ბრძოლას ატარებს. ნუ მაინც კაი გამოდის რა წელიწადში 3 ბრძოლა ყოველ წელს თუ 4 უკვე ძალიან აქტიურობა არის მაგრამ წითელშია რა ძალიან ბევრი მარცხი აქვს რა ძირითადად სულ მარცხებია რა თქვი? თენგიზის დედორადეს მაინც ვერ აჯობებს. ვარიანტი არ არის. თენგიზას მოკითხვა. მოკლედ ძალიან მაგარი ღონისძიება არის და ერთი სული მაქვს რო ჩაივლის, მე მოვალ განვიხილავთ რაც მოხდა. ანუ როგორ წავიდა რა ღონისძიება, მაგრამ მაგამდე მაგ საინტერესო პატარა სეგმენტი მინდა გავაკეთო შენთან, რომელიც იქნება სტრაფი კითხვები რა, უბრალოდ ამ თლიან ღონისძიებაზე რა. კარდი გაიღე უბრალოდ და დავიწყოთ რა. რომელი იქნება ყველაზე დიდი აფსეთი ამ ღონისძიებაზე რა? ანუ მაგრეგორი რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა მაგრეგორი იქნება უდიდესი აფსეტი, რომელიც გააზარდებს სოფლიოს მაგრეგორის გამარჯვება. სოფლიო MMA-ს გადაატრიალებს, ანუ სოფლიო MMA-ში ანუ მაგრეგორის მოგება იქნება ყველაზე დიდი აფსეტი. შენი აზრით, ხო? ხო, ასე. ამ ქარდზე. უნდა დაგეთანხმო, კი. უეჭველი ეგ არის. აზრიც არა, კი. მე არც მიფიქრია, მე დავწერე ეს კითხვები, მაგრამ დედას ფიცავარ თუ მეფიქროს. ასე ხარ. ყველაზე დიდი შანსი ნოკაუტის, რომელ ბრძოლაში? ორივეს რო აქვს ეს შანსი ბრძოლის, მაგას ვამბობ? ანუ რომელი ბრძოლები გონია რომ ყველაზე დიდი შანსი იყოს რომ ნოკაუტით დამთავრდეს რა? ხო, არ მაგრეგორ ხოლმე კიდევ ერთხელ. იმიტომ რომ სხვა ბრძოლები იმხელას ვერ ურტყამენ და მაგრა იტანენ დარტყმას ან ვოლიუმ ბრძოლები არიან ორივე. მე ვიტყოდი ალბათ გონია რომ King Green McKenny იქნება ფინიში. კი, ჩემპიონი ბრძოლაა, ხოლმე მაგის ბრძოლას. და ძალიან მაღალი ლეველი. Gable Stevenson-ი გონია რომ ფინიში იქნება. Stevenson-ი. ხო, არ მე თუ ამბობ ორივე მხრიდან თუ ამბობ თან მაგას გულისხმობ რა. ნუ ორივე მხრიდან ან რომელი ბრძოლა უბრალოდ გიგონია რომ ფინიში იყოს რა. და ერთი ბაუტისტა და როივალის ბრძოლა. კავანა სახეგენი ბაუტისტა როივალის და როივალი კავანა როივალის, ანუ მაგას გეუბნები. აი ბაგიორი ბრძოლა არ მგონია ფინიში რა. არა ხო? ხოლმე ნაკლებად. ანუ მე ჩემ ორს დავასახელებდი იმას King Green McKenny და Gable Stevenson-ი თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ნოკაუტით დამთავრდება რა ეს ბრძოლები. კაი, შემდეგი რომელი იქნება
ყველაზე მაგარი ბრძოლა Fight of the Night, ყველაზე სანახაობრივი. შენი აზრით რა ქაღალდზე? როივალი კავანას მე მგონი უწერია Fight of the Night. წარმოუდგენელია რამე რო 3 რაუნდში უფრო მაღალი ტემპი შემოთავაზოს ვიდრე მაგორმა. ბაზარი არ არის. აი რთული არის რომ არ დაგეთანხმო მაგაზე რა, რომ დავაფიქრდები ახლა. და რავი, ჩავაგდებდი რა. მე მგონია რომ დენისი და პიმბლეტის მაგარი სკრაპი იქნება რა. კი, 100%. უბრალოდ ანუ Fight of the Night რა არის რა, როცა გაპერწკლები ირტმევა ორი ბრძოლაში რა. და ტექნიკური მე არ ვიცახი ყველაზე კაი ტექნიკები სად იქნება მეთქი ხო გესმის ანუ რას გულისხმობ რომ მე უბრალოდ გულისხმობ ყველაზე მაგარი ბრძოლა რა ხოაზე ხარ რა ტექნიკით არა და რა თქმა უნდა კონერი ჰოლოვეიც შემიძლია რომ მაქსიაში ჩავდო რა თუ ორივეს durability ხო იცი რას ნიშნავს აი რა თუ აგრეგორსაც და ჰოლოვეის ხო მაგის Fight of the Night იქნება რა თქმა უნდა კაი შემდეგი კითხვა ვინ იქნება ყველაზე დიდი გამარჯვებული ეგ უკვე მგონი თქვით რომ კონა მაგრეგორი თუ მოიგო შემთხვევაში კონა მაგრეგორი იქნება ყველაზე დიდი გამარჯვებული ხო ინდუსტრიას ატრიალებს ახლა გამარჯვებული იქნება და მარცხის შემთხვევაში ვისაა ყველაზე ბევრი დასაკარგი რა ჰოლოვეის რა თქმა უნდა მაგრეგორი არაფერს არ კარგავს მარცხის შემდეგ ჰოლოვეი თუ აგებს ამ ბრძოლას საჩემპიონო ნარატივიდან დამთავრდა იქნება ცნობილი როგორც კიკ სტრიმერი და ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი მის დროის რა და გავიგებთ ალბათ რომ ჰოლოვეი დაბერდა მეტი აბა სხვა გეგება არ იქნება რა იმიტომ რომ პედი სადაც რო წააგებს პედი წააგებს და მოშება იმ ადგილას სადაც უნდა იყოს უშუალოდ მისი კარიერის მომენტში რა და სხვა დანარჩენში შემთხვევაში მარტო ჰოლოვეი შეუძლია ბევრი რამე დაკარგოს ამ კარტზე წაგებით Nice. და ერთი კითხვა დამებადა ესეთი, რომ პრილიმებზე მხოლოდ შეგიძლია ერთი ბრძოლის ყურება რა. უნდა მოიჩიო ერთი პრილიმებიდან, რომელს უყურებ. დენი წავიდა რა, ხო აზრ. 90-იანებში ჩავედით რა და მხოლოდ ერთ ბრძოლას ახერხი. რომელს უყურებ? ვიტიკა. უბრალოდ მე იმდენ პერსონალური სიამოვნება გამაჩნიები და ეგეთი ბრძოლების მიმართ და მაინტერესებს აი ბრძოლა. ბიჭო, კი, მაგრამ რაღაცნაირად გონია, რომ მაგარი რაღაც დასაწყისი ექნება Gable Stephens რა და გეთანხმები რომ ის შეიძლება უფრო კაი ბრძოლა იყოს. მაგრამ ნუ მე ალბათ მაინც ვნახავდი დებიუტს რა Gable Stephens-ის. ვიცი რომ მალე მორჩება თან და რაღაც ის არ იქნება ძალიან. კი, მე რა შეიძლება Gable როცა მოიგებს დამირეკეთ. ანუ ხომ იხდი რა? იმიტომ რომ ვიცი რომ მოიგებს. ბაზარია. მოკლედ მძგლებო fight hopper-ებო ეს იყო ჩვენი UFC საერთაშორისო ბრძოლის კვირის breakdown-ი ნოსტალგიოსთან, ხვიჩექს ქორიძესთან, BFA-ს BMF-ი ჩვენ დავბრუნდებით ბონუს კონტენტით, როგორც შეგახსენებთ ისევ რომ არის პატარა სიახლეები რომან დოლიძეს ბრძოლა დაენიშნა და ეს იქნება ჩვენი ბონუს კონტენტი. დარჩით ჩვენთან Fight Hop podcast-ზე, YouTube-ზე, Spotify-ზე, Apple podcast-ზე. უღრმესი მადლობა მხარის დაჭერისთვის. You tune into the Cartwellians on the Fight Hop podcast. Fight Pod. Yeah.